დღემშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა, სხვათაშორის სახე ნადს რო უყურებს, სულ სურვილი მაქვს და საღამო მშვიდობისა ვთქვა და ენას ვიჭერ კბილებით რომ რაღაც უხერხულობა არ შევქმნა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რომ ხართ და ვინც ხართ და მოიცალეთ ზოგადად ამ გაწამაწიაში რომ პირველ საათზე ეკრანთან ისხდეთ, ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებული. მე მგონი არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ჩვენმა მაყურებელმა ჩვენთვის გამოყოს ეს საათნახევარი. საოცარი შესვენება, ეს არის ის დრო ზუსტად და ამიტომაც ქვია ჩვენს გადაცემას დიდი შესვენება, რომ ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ უამრავი სიახლე იმ დროს, როდესაც მიესმევენ ყავას ან ჩაის და ისვენებენ. და შევიყვანოთ შეცდომაში, იმიტომ რომ თქვენ ისვენებთ მან დიდად, მაგრამ ჩვენ არა. ჩვენ მუშაობთ ხა? კი ბატონო, მოდით ნახოთ თუ რა გელოდებათ საათნახევრის განმავლობაში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. საახალწლო სურვილები და თოვლის ბაბუს მოლოდინი. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფონდი იალქანის დამფუძნებელი თიკო აბაშიძე. მხატვრების საშობაო გამოფენა პირდაპირი ჩართვით ლინდა მესხიძე შემოგვიერთდება. ანსამბლი გნოლი. გადაცემაში სტუმრად ანსამბლი გნოლის დამფუძნებელი ანა გულედანი. და ბოლოს რუბრიკა რჩევები მშობლებს. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქოლოგი ნინო დოლიძე. მოკლედ საახალწლო განწყობა ყველა ოჯახში დარწმუნებული ვარ და მნიშვნელოვანი დღესასწაული მოდის. აუცილებლად უნდა გავუხაროთ გულები ერთმანეთს, ავუსრულოთ სურვილები, არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულებმა ერთმანეთს და ალბათ ყველა ფიქრობს თუ ვის რა საჩუქარი ერგება ისე რომ იყოს გახარებული. მეც ამ ორომტრიალში ვარ და ფიქრობთ რომელ მეგობარს რა ვაჩუქო, შვილს, ოჯახის წევრებს. დარწმუნებული ვარ თქვენც ასევე ხართ ამ ჟრიამულში ჩართული. ჟრიამულში, რომელიც ხანდახან ქაოსში გადადის, კი ბატონო. მოკლედ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ვიტყვით, რომ ყველა ბავშვს უნდა აუსრულდეს ოცნება. არსებობს ცხოვრებაში სირთულეები, გარდამტეხი მომენტები. შესაძლებელია ჩვენც კი ოდესღაც რაღაც არ გქონდა, მაგრამ ემდენი ვიშრომეთ და კეთილი ფერიები, ჯადოქრები არსებობენ დედამიწაზე, რომლებიც აი ამ მადლის მეშვეობით ახარებენ არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზარდებსაც. ჩვენც რა დავაშავეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გავახარებთ საკუთარ თავს, ჩვენ ვერ შევძლებთ სხვების გახარებას. სიკეთე გადამდებია, ეს არაერთხელ გვითქვამს და ამიტომ არც ერთი ბავშვი ახალ წელს არ უნდა დარჩეს თავისი ოცნების ახდენის გარეშე. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიწვევთ სტუმრად თიკო აბაშიძეს, ფონდ იალქნის დამფუძნებელს, რომელიც არაერთ ბავშვს მოზარდს ახარებს და გაგვიზიარებს აი ამ პატარა სიახლეს, რომელიც საახალწლოდ მზადდება პატარებისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. წერილებით ხართ თიკო მოსული როგორც. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, უკვე რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს, რაც ჩვენი საახალწლო სურვილები, ჩვენი ბავშვების საახალწლო სურვილები ჟღერდება საზოგადოებაში, არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენი გადაცემა არ ყოფილიყო ჩვენი მხარდაჭერილი და შარშან მახსოვს როგორი აქტიურად იყავით თითოეული თქვენგანი ჩართული, როგორ გვირეკავდით და ცდილობდით რაღაც პატარ-პატარა დეტალებით შეგევსოთ ჩვენი ბავშვების სურვილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის და მადლობა კიდევ ერთხელ. უთხრათ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე ვლაპარაკობთ და შესაბამისად ყოველ თქვენგანს შეუძლია ჩაერთოს ამ მარათონი არ ქვია ამას. პრინციპში მარათონია, რომ მთელი ცხოვრება გრძელდება, იმიტომ რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მართლაც ყველას რაღაცა პრობლემები აქვს და აბა თქვენ იცით. მოკლედ აბა მოგვიანებით რა ხდება თქვენთან წინა საახალწლოდ, რა პროცესებია, რა პრობლემების წინაშე ხართ და როგორ გჭირდებათ როგორც ჩვენი ასევე საზოგადოების დახმარება. 170 ბავშვის წერილი ამ ბავშვებს სჭირდებათ ოცნებების ასრულება. პირველ რიგში დავიწყება რომ წავიკითხოთ. კი ბატონო, აი გადავინაწილებ და ძალიან მნიშვნელოვანია ხმამაღლა გავაჟღეროთ, რა თქმა უნდა, სახელი და გვარი ალბათ. მე მანამდე ვისაუბრებ, უბრალოდ რომ ვიცოდეთ რა სჭირდება ბავშვებს. ვეწოდებთ. მე მანამდე ვისაუბრებ იმაზე, რომ ეს ბავშვები არიან
ყველაზე მოწყვეტი ჯგუფების ოჯახების შვილები, ერთი ნაწილი, რომელიც ჩართულია ბათუმის მერიის მოწყვეტი ჯგუფების გაძლიერების ოჯახის პროგრამაში დაფინანსებულია მერიის მხრიდან დღის ცენტრის მომსახურების ვაუჩერით და არის 5 კატეგორიის ოჯახის შვილები, არის შეზღუდული შესაძლებლობების, მარტოხელა დედების, ძალადობის ხერხი დედების შვილები და ასევე ყველაზე დაბალი სოციალური ქულის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახებიდან. ყველა ეს ბავშვი, მაგრამ ამის მიღმა გვაქვს განათლების პროგრამა და ამ განათლების პროგრამაში არიან ჩართული ის მოწყვეტი ჯგუფები, რომლებიც ქუჩაში ითხოვენ შემწეობას, სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ეწევიან, ესენი არიან ეთნიკური უმცირესობები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მათ წელს შეძლენ ისწავლენ ჩვენი მხარდაჭერის წერა-კითხვა და პირველად დაწერენ 14-15 წლის ასაკში საკუთარი სურვილები, საკუთარი ხელით. ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ალბათ დარწმუნებული ვარ საზოგადოებისთვისაც, იმიტომ რომ მე როცა ადრე დავდიოდი პოლიციის განყოფილებაში, როგორც მხარდამჭერი პირი ეთნიკური უმცირესობისა, ეს ბავშვები მხოლოდ ჯვარს სვამდნენ ხელმოწერის ნაცვლად. დღეს კი ესე თამამად საზოგადოებას საკუთარი სურვილები დაუწერეს და ფიქრობ, რომ ისინი იმსახურებენ იმიტომ, რომ საზოგადოების უკეთესი ნაწილი გახდნენ, პატარ-პატარა ოცნებები აუსრულოთ მათ. მოდი წავიკითხოთ ახლა, აი უსოყვარლესია ეს წერილი. საკრას კავები, დათუნია, ბლოკნოტი, ფლომასტერები, თმის სამაგრები და კიდევ ფრჩხილები საყვარელი და მიყვარხარ. ძივები, კალმები, კიდევ ფერადი კალმები და პენალი. კიდე მინდა მარკერები, ვაიმე, აი საყვარელი, აუცილებლად თოვლის ბაბუა. დარწმუნებული ვარ ამ სურვილს შეუსრულებს, აი ჩემ პატარა უსაყვარლეს ადამიანს. ხო, მეც თვალი გადავალე ერთ-ერთი ბავშვის ნაწერს, ნუ სახელდაგვარს რა თქმა უნდა არ წავიკითხავ. თიკოს წერს პირადად, იმიტომ რომ სავარაუდოდ დარწმუნებულია იცის. ხო, ამ ბავშვისთვის თიკო თოვლის ბაბუაც არის და სავარაუდოდ ყველაზე დიდი იმედი მისთვის. ჩემო თიკო, მე მინდა კომპიუტერის მაუსი, მინდა სათამაშოები, მინდა ყურსასმენი, სამაკატი, სათამაშო თოფი, კამფეტები და მე მინდა, ნუ ერთ-ერთ გაზიას ასმას ასახელებს, ბურთი. კიდევ კევა მინდა, თოვლის ბაბუ მიყვარხარ. და საყვარელი. ჩემთან ალბათ მომავალ პროფესიაზე საუბარი, სახელმწიფოს მეცარ წავიკითხავ. ანუ მე მინდა დავეხმარო ყველა მოხუც ადამიანს და ყველასო. ორჯერ უწერია. მე მინდა თოვლის პაპამ მომიტანოს ფოტოაპარატი. ოღონ პირობა აქვს ასეთი, რომ თუ კარგად დავასრულებ სკოლას. დედა. ჩემთვის სამაგალითო მე დარწმუნებული ვარ, რომ შეკარგად დაასრულებ სკოლას. დარწმუნებული ვარ. ერთ წერილს მეც წავიკითხავ. კი ბატონო. ძალიან მიზერული რაღაცა გამარჯობა ჩემო თიკო, ამასაც პირდაპირ ჩემს აქვს მომართული, მე მინდა ჩიპსები. იცით რა არის, აი ხანდახან რა ვფიქრობ, ხო ამბობთ ხოლმე, რომ სიკეთეს არ უყვარს გაჟღერება, მაგრამ სოციალურ ქსელს ძალიან დიდი გავლენა აქვს და ეს გავლენა არის დადებითი, მაგრამ აი რომ ვფიქრობ ხოლმე და ღრმად ვფიქრდები, რომ როგორი მცირე სურვილები და ნატრები აქვთ ამ ადამიანებს, ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიმეოროთ მუდმივად, რომ საზოგადოების როლი არის უმთავრესი, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი სურვილები და ისეთი თხოვნები, რომელზეც აი ადამიანი შეიძლება რომ დაფიქრდეს და საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, აი შეუძლებ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ დიახ, შევძლებთ მიუხედავად იმისა, რომ თიკოს ძალიან ბევრი წერილი უჭირავს ხელში და შეიძლება ეს არასრული რაოდენობაც იყოს. მე ვფიქრობ, რომ არ იქნება რთული და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ასეთ საკითხებში არა მხოლოდ წინას ახალწლად, არამედ მთელი წლის განმავლობაში და მუდმივად დაუსრულებლად იქნება, არ ვიცი, ჩვენი ბედნიერების ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი. მარტო მშრალი ციფრებითაც რო ვილაპარაკოთ, მშრალად ბათუმში 150,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ვარი კი არა თვითონ 50 თეთრიც გაიმეტოს
ორჯერ 170 ბავშვი იღებს. კი, ნამდვილად დაჩვენე. მე ჩაგერთვებით, რომ აუცილებელი არ არის ფინანსური მხარდაჭერა, არის ფიქროს საზოგადოებამ, რომ ჩვენ აქვს ვივართოთ, ვცდილობთ, რომ ფული შევაგროვოთ, იმიტომ რომ ეს შრომა შემდეგ საკმაოდ დიდია, რომ წავიდეთ, შევიძინოთ, შევფუთოთ, შევკრათ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ნამდვილად დაეხმაროთ ჩვენ ბავშვებს. ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ იალქანის დღის ცენტრი, სადაც განთავსებულია ყველა წერილი, აირჩიოთ რომელიმე ბავშვი, აირჩიოთ რომელიმე წერილი, შეიძინოთ თავად ეს საჩუქარი, შეფუთოთ, დააწეროთ ბავშვის სახელი და მოიტანოთ ზუბალაშვილის 31 ნომერში, სადაც ეს დღის ცენტრია განთავსებული. იქვე მითითებულია საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ასევე ძალიან ბევრ წერილში არის მოთხოვნა, რომ უნდათ კონკრეტულად ველოსიპედი, სამაკატი. ამ შემთხვევაში ჩვენც ვიტყვით, რომ აუცილებელი არ არის ეს ველოსიპედი და სამაკატი იყოს ახალი და წავიდეთ და რომელიმე სათამაშოების მაღაზიაში ვიყიდოთ. შესაძლებელია ამ შემთხვევაში თუ ეს პირადი მოხმარების ტანსაცმელს არ ეხება, იქ უმეტესობას უწერია რობოტესი და რაღაც ტანსაცმელი უნდა, ამ შემთხვევაში გვირჩევნია, რომ მაინც რადგან ახალი წელი, ახალი მივაწოდოთ. ან ძალები გააერთიანონ ადამიანებმა. ან ტექნიკურ ნაწილში შესაძლებელია, რომ მეორადი ნივთებიც მოიტანოთ და ჩვენ ვეცდებით, რომ მოვეწესოთ. კიდე წავიკითხავთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს, რომ რა სჭირდება პატარებს და ეხლა ვფიქრობდი ასევე იმას, რომ ხანდახან რაც გვაქვს ირგვლივ ადამიანებს ან ჩვენ შვილებს არ ვაფასებთ რაღაცებს კიდევ და კიდევ უფრო მეტი რამ გვინდება და აი სიყვარულზე დიდი და მხარდაჭერაზე დიდი მართლა ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს და ხანდახან ძალიან შევდივართ ეშხში რაღაც რო გვაქვს უფრო მეტი გვინდა და აი აქ ვკარგავთ ზუსტად თავს იმიტომ რომ ყველაფერი წარმავალია ადამიანობის და სიყვარულის გარდა. მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მოვყვები მანამდე შარშანდელ ისტორიას. შარშან დამამთავრებელი კლასის გოგონამ მოგწერა რომ უნდა და ლეპტოპი ახალ წელს ჩვენ შევუძინეთ ეს ლეპტოპი, გავაერთიანეთ საზოგადოების ჩართულობით. არ იყო ისეთი ხარისხის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო რაღაც სასწავლები ეკეთებინა ამ ლეპტოპს, დაახლოებით ზუსტად მახსოვს 650 ლარიანი იყო. თუმცა მან მოახერხა ამ ლეპტოპით ისწავლა გარკვეული პროგრამები და დღეს სამ სამსახურში მუშაობს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, როცა ეს გოგო იყო მარტოხელა დედის შვილი, ძალადობის მსხვერპლის შვილი, დედა არ იყო დასაქმებული, იმიტომ რომ სამი სხვა მცირეწლოვანი ბავშვები ყავდა მოსავლელი და ეს გოგო დღეს არის 18 წლის და თავისი შემოსავლით არჩენს თავის და-ძმებს. ძალიან მნიშვნელოვანია იმ პატარა ნივთმა, იმ პატარა სურვილმა და ოცნებამ, რომელიც ჩვენ თქვენი დახმარებით და საზოგადოების დახმარებით გავაჟღერეთ. დღეს მას მისცა შესაძლებლობა რომ ყარად დადგეს ფეხზე. ამიტომ ჩვენ არ ვიცით ეს ადამიანები ხვალვილი იქნებიან, ჩვენ არ ვიცით რა პროფესია შეეჭიდებიან და როგორ დააბრუნებენ საზოგადოებაში ამ სიკეთეს. რადგან კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ, 1 წლის წინ მომწერა გოგონამ, რომ მას მიხარ შეიძლება შენ არ გახსოვარო და ჩვენ წლების წინ იალქანში გავიარეთ ძალიან რთული პერიოდი, თქვენ და დედაჩემს დაეხმარეთო და მე ხა შემდგარი პროფესიონალი ადამიანი ვარ და მინდა იმ ბავშვებს, რომლებიც იალქანში დადიან, რაღაცა სურვილი აუსრულოს და დღეს ჩვენ ამ გოგონის დახმარებით გვაქვს ფერადი პრინტერი დღის ცენტრში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქცევით თერაპევტი მუშაობს და რაღაც კონკრეტული მასალები გვჭირდება რომ ამობეჭდოთ. ყოველთვის მახსენდება ეს გოგონა, იმიტომ რომ მან წლების შემდეგ ის თავისი წილის სიკეთე, რომელიც ჩვენსგან მიიღო, დააბრუნა და ასეა თითოეული ადამიანი, რომელსაც ჩვენ გავეხმარებით, აუცილებლად დაიმახსოვრებენ ამ სიკეთეს, აუცილებლად გაასამაგებენ და აუცილებლად დაგვიბრუნებენ. გვჭირდება იმიტომ რომ თუ ესენი არა, სამყარო მაინც დაგვიბრუნებს ჩვენ წელს სიკეთეს. დაგწმუნებული. თქვენ კარგად აღნიშნეთ, ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ იქნებიან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმაში, როგორები იქნებიან. რომ ზუსტად ვიცოდეთ როგორები იქნებიან. იქნებიან ადამიანურები და სხვაშიც დაინახავენ ადამიანებს. კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. ბორბლებიანი ჩანთა პატარა ჩემი დისთვისო. მადლობა თოვლის ბაბა. სოფო. მე შეძლებს დაგვარად თქვენ როცა საუბრობდით, ვეცადე რომ ბევრი წერილი წამეკითხა და ერთმა წერილმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, ესე იგი ძვირფასო თიკო მას. ვიცით რომ წელს და არა მარტო წელს მთელი
მთელი იალქნის ბავშვების სეკრეტსანტა თქვენ ხართ, მართლა ძალიან მიყვარხართ. ალბათ სახელის წაკითხვამდე მიხვდებით ვინც ვარ. ნეტა თქვენ არის ადამიანი, ქალი, ბევრი არსებობდეს. ძალიან მიყვარხართ და ძალიან გაფასებთ. რაც შეეხება სურვილს, ძალიან დიდი ხანია მინდა კოსმეტიკის ნაკრები და წელს თუ ეს სურვილი შემისრულდება, ძალიან მადლობელი ვიქნები, კიდევ ერთხელ ძალიან მიყვარხართ. გოგოების უმრავლესობა ითხოვს თავის მოვლის საშუალებებს და არ ვიცი მე რაღაცნაირად ეხა ისე ღელავთან და კიდევ ერთი წერილი არის მე ვარ სახელდაგვარს ასახელებს ჩემი სურვილი არის ამ 2026 წელს სკოლაში შევიდე. ვაი 14 წლისა. ძალიან რთულია ახლა რომ ყველა წერილი წავიკითხოთ ემოციურადაც და ფორმატის გათვალისწინებითაც და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცი. ვფიქრობ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავაშკეროთ იმათთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ გაქვთ საშუალება იალქანის გვერდზე შეხვიდეთ. როგორც თქვით, დღის ცენტრი ხო? დღის ცენტრის გვერდზე, ეხლა დღეს ინტერნეტი ყველას გვაქვს, ასე თუ ისე, ტელეფონში თუ კომპიუტერში. შესაბამისად, სოციალურ ქსელში იალქანი და დღის ცენტრი ორი სიტყვის დაწერა პრობლემა არაა, სამი სიტყვის უფრო სწორად და შესაბამისად შეგიძლიათ ამდენი წერილიდან ერთ-ერთი ამოარჩიოთ. თქვენი სურვილის სამეფო და გაახაროთ ის ბავშვი. გეოდებით. საჩუქრებით თუ დაემთხევა, თუ ორი სამი ადამიანი ამორჩევს ერთ-ერთი წერილს. ანუ იცით რა არის? ჩვენ 170 წერილი გვაქვს, მაგრამ ამ ბავშვების უკან არიან თავიანთი დედმამიშვილები, პატარა ბავშვები. შარშან ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთ კონკრეტულ ბავშვს მოუტანა 6 ადამიანმა საჩუქარი და გაცემის დროს გადავანაწილეთ იმ ბავშვებზე, ვისაც არ აუსრულდა სურვილები. იმიტომ ვითხოვთ ჩვენ ცოტა ადრე ამ პროცესებში საზოგადოების ჩართვას, რომ ჩვენ გქონდეს დრო, გქონდეს შესაძლებლობა, რომ დროულად მოახერხოთ გადანაწილება, რესურსების ჩალაგება, ვთქვათ, ვიღაცა კოსმეტიკის ნივთები ერთ კონკრეტულ ბავშვს მოუტანოს, ჩვენ შევძლოთ, რომ სხვა გოგონას არ დასჩეს ხათრი და ძალიან ბევრს უწერია თქვენ ნახავდით, ალბათ დაახლოებით 6-7 გოგოს უწერია, რომ სჭირდება მინიმალური დუშგელს, რომ ბავშვი ჩაწერს დღეს 21 საუკუნეში და მისთვის ეს მნიშვნელოვანი და სასურველი ნივთი იქნება. ამ კატეგორიის ოჯახებზე უკიდურეს შემთხვევაში შეუძლიათ ანგარიჟეს დაიწყოთ თანხა, რომელიც ალბათ 50 თეთრით მნიშვნელოვანია. აი ამას ვუსმევ ხაზს. გუშინ ჩვენ გვერდე აჭარლები იცით რომ ჩემია და იქ მაქვს გამოქვეყნებული ეს წერილები უფრო ხელმისაწვდომი თუ არის თქვენთვის იქაც შეგიძლიათ მოიგიოთ. ვიღაცა ჩაგვერიცხა 50 თეთრი და დანიშნულება შეწერა ბოდიშ გიხდით ამ ეტაპზე მეტი არ მაქვს. ჩემთვის ის 50 დავდე სკრინი, იმიტომ ჩემთვის ის 50 თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ვიცი რომ აი ეს არის სიკეთე, როცა არ გაქვს და ანაწილებ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებთ რომ ყველა ბავშვის წერილი იქნება და ყველა ბავშვის ოცნება ასრულებული. იმედი მაქვს მეც გიერთდები მე და თიკო საინტერესოა ამ დღის ცენტრში რამდენი ბავშვი ირიცხება თუ გაქვთ ზუსტი რაოდენობა და რადგან წლის ბოლო არის როგორ შეაჯამებდით თქვენს გავლილ ერთ წელს დღის ცენტრში ბათუმის მერიის პროგრამით 14 ბავშვი თვის ბოლოს 78 ბავშვი იყო ჩარიცხული ამ ბავშვებზე ვაუჩერს სახელმწიფო კასებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია რაც გულისხმობს რომ შედის სამჯერად იყვება მომსახურება ფსიქოლოგის მომსახურება და სხვადასხვა სერვისები თუმცა ჩვენ დამატებული გვაქვს ჩვენი რესურსებით ვცდილობთ მოვიძიოთ თანხები რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია და დამატებით სერვისები მივაწოდოთ ვინაიდან ამ ტიპის ბავშვებს უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა განათლებაში ჩართვა. ანუ ჩვენ არ ვალთ ვალდებული რომ მასწავლებლები, ანუ არ გვავალდებულებს მერია რომ გავუწეროთ მასწავლებელი, ინგლისური სპეციალისტი, ქცევი თერაპევტი, მაგრამ ამას დამატებით რესურსებიც ხშირად ძალიან რთულია ამ ფულის მოძება. მე მაგალითად დამატებით ავიღე რამოდენიმე სამსახური, ვცდილობ რაღაცა კლინიკებთან ვითანამშრომლო, რომ შეგროვებული თანხით კონკრეტული სპეციალისტი გადავიხადო. ამ მსხვერპლის როლში არ ვარ, უბრალოდ მომწონს ამის კეთება, მინდა ამის კეთება და მინდა რომ ამ ბავშვებს სრულყოფილი სერვისი მიიღოს და მხოლოდ ამისთვის ვცდილობ რომ რაღაცა დამატებითი რესურსები შემოვიტანო და დამატებით დავეხმარო ამ ბავშვებს. თუმცა რთულია, ხშირად არ რასაც გეგმავ, ისე არ მიდის, იმიტომ რომ ცხოვრება მოულოდნელობით არის ავსე და ხშირად ვერ ვახერხებთ სპეციალისტების შენარჩუნებას, იმიტომ რომ ხელფასის ესე დამოუკიდებლად გადახდა ძალიან რთულია.
თუმცა ამ პროგრამის მიღმა ყავს ჩვენ ეთნიკური უმცირესობები და ასევე ყავს ბავშვები, რომლებიც ბათუმში არ არიან რეგისტრირებული და ვაუჩერს ვერ იღებენ და ჩვენთან მოსული ბავშვი, რომელსაც თვალებში უყურებ და ზუსტად იცი, რომ იმისთვის მოვიდა, რომ ხელები გაითფოს და შეჭამოს, ვერ ეტყვი, რომ წათი. ამაზე არავინ არ ფიქრობს. ანუ ჩვენ დაახლოებით 85 ბავშვი ყავს ესეთი და არასოდეს არავის არ უკითხავს, რომ რითი ცდილობთ მათ შენარჩუნებას. ამ ეთნიკური უმცირესობებს სრული პასუხისმგებლობა გაქვს ამ ბავშვებს. დღეს შეიძლება რთულია ეს უკან ხევს, ეს უამრავ პრობლემას გიქმნის, ეს ფინანსურ კოლაფს ქმნის ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ამას ვერ ვეტყვი, რომ შენ გაჭმევ და შენ ვერ გაჭმევ, იმიტომ რომ შენ საჭმელი არ არის გათვალისწინებული. ბავშვი აღარ შეძენილი. კი. და ყველაზე სასაცილო ამბავი არის ის, რომ სამი ოჯახის წევრიდან ბავშვი ორი ჩარიცხული მყავს, ერთი ჩაურიცხავი, იმიტომ რომ ის არ არის რეგისტრირებული ბათუმში. ანუ ორი ბავშვს ვაჭამო და მესამეს უთხრა, რომ მოდი შენ ვერ გაჭმევ, იმიტომ რომ რეგისტრაცია არ აქვს ბათუმში, შეუძლებელია. მიუღებელია ასეთი სიკეთის კეთება არარეალურია. ამიტომ ჩვენ იმხელა პასუხისმგებლობა გვაქვს საკუთარ თავზე წამოკიდებული. ამაზე არასოდეს არსად არ მისაუბრია და მადლობა რომ მომეცა მის შესაძლებლობა. გარედან ყველა ფიქრობს, უყურებს და ჩანს ამბობს, რომ აი ბათუმის მერის პროგრამაზე არის იალქანი. ეს არის ეხება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც არიან ჩარიცხული. ამის გარდა ჩვენ უამრავ ეთნიკურ ბავშვს, რომელსაც არსად არ აქვს ჩაწერა არავით ბათუმში, არამედ საქართველოში არ არიან რეგისტრირებული და თქვენ წაიკითხეთ ერთ-ერთი მათგანის წერილი, რომელმაც თავისი ხელით აწერა წერილი, რომ უნდა რომ სკოლაში იაროს. ეს ბავშვები მოტივირებული არიან. ჩვენ შარშან სახელს გავაჟღერებ, ვინაიდან უკვე სრულწლოვანია, ყველაზე ცნობილი ლეილა, რომელმაც შეძლო და მე-9 კლასი დაამთავრა ჩვენი მხარდაჭერით და დახმარებით. ეხა კოლეჯისთვის ემზადება, შევძელით დამოუკიდებლად. ამაში რესურსი, ფინანსი და მხარდაჭერა არავის არ ჩაუდია. თუმცა არ იყო იოლი გზა, ეს იყო ურთულესი პროცესი, ურთულესი გზა, იმიტომ რომ იქ ოჯახთან მოლაპარაკება, რომ სწავლის პროცესში გამოეშვა, იქ მასწავლებლის დაქირავება ცალკე ლეილაშვილის იმის ქირის გადახდა, რომ ლეილას წერა კითხვა ესწავლა, იქ სკოლაში მოლაპარაკება, რომ გარემო ადაპტირებული დახვედრო და უცხო არ ყოფილიყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სასწავლო ნაწილს პირველი საჯარო სკოლის თქვენი ეთერის საშუალებით ბატონ ნუგზარ ზოსიძეს, რომელსაც გამოცდების პერიოდში ჩაყავდა ბუფეტში და კვებაზე ეპატიჟებოდა, თან ამას ისე აკეთებდა, რომ ლეილა ამბობდა, რომ ნუგზარი ჩემი ვაკაცია და ხშირად ერთად ვქეიფობთ რესტორანში, სკოლის ბუფეტს რესტორანს ეძახდა, ამიტომ ეს სიკეთები ერთად არ იკარგება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინახოთ ის უხილავი ბავშვები, რომლებიც საზოგადოებას გონია, რომ არიან ძალიან ცუდები, არიან ბოროტები, მხოლოდ იფურთხებიან და მხოლოდ იპარავენ. არა, ეს ბავშვები იქ იმიტომ არიან, რომ საზოგადოება მათ ვერ ხედავს. როგორც კი მოეფერებით, როგორც კი გულს გაუთბობთ, როგორც კი იმ სიყვარულს მისცემთ, რა სიყვარულს მათ სჭირდებათ და რაც არასოდეს არ მიუღიათ, ისინი ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ხდებიან და კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს მინდა ხაზი გაუსვა, თუ რატომ ვეხმარებით მათ. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ თუ ამ ბავშვებს ჩვენ არ გადავარჩენ, ისინი იქნებიან ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული კრიმინალები, მათ შორის გოგონებიც, იმიტომ რომ მიდრეკილები არიან, მოპარვაზე მიდრეკილები არიან, სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე, იცნობენ პროსტიტუციას უკვე გარკვეულ ასაკში, ამიტომ ჩვენ ისინი უნდა გადავარჩინოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა და ჩვენ ვიცხოვროთ უსაფრთხოდ, დაცულები ვიყოთ, ჩვენი ქონება იყოს დაცული და არ იყოს დაზიანებული. მარტივად შეგვიძლია თქვა, სოციალური წესრიგის გარეშე ერთი თაობა საკმარისი რომ დაუბრუნდეთ ქვის ხანას. კი ბატონო. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სოციალური პასუხისმგებლობა არა მარტო იმას მოიაზრებს, რომ დავსაჯოთ ჯადოსნური სიტყვა, არამედ წავახალისოთ იმისკენ, რომ ადამიანი დასაჯელი არ დარჩეს. საერთოდ ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ იმის რომ არ გავიდეს გარეთ. თუ ჩვენ გვექნება სრული მომსახურება, სრული სერვისი, რომ ესენი გარეთ გასასვლელი არ დარჩენ, ახლა ჩვენ შეგვიწყდა პროგრამა, თავისთავად რესურსი იანვარში განახდება და ყოველდღიურ რეჟიმში მოდიან მაინც ბავშვები. ჩვენ იძულებული ვართ მოვიძიოთ ცალკე საკვები, ცალკე რესურსები, ვიღაცას ვთხოვოთ, რომ იქნება ცოტა რაღაცა გვიწილადოს, რომ ამ პერიოდში სანამ არ აღდგება 20 იანვარს დაახლოებით პროგრამა,
ის ბავშვები, რომლებიც გარეთ არიან, კვების გარეშე არ დარჩენ. ყოველ დღე მოდიან, კარს ვერ დაუპეტავ. ამიტომ როცა რაღაცას ვსაუბრობთ, რომ ვიღაცაზე ესე და ეს მარტო ბათუმშია ამდენი ბავშვი. რამდენი ტერიტორია, რამდენი ანუ ადმინისტრაციული ერთეულია საქართველოში და წარმოიდგინეთ ახლა რამდენი ათასი ბავშვია, ვიღაცას მუთაქებში მილიონები აქვს და ვიღაცა უბრალოდ იმაზე ფიქრობს, რომ საუზმე მაინც ნახოს. მე ძალიან სასაცილო ამბავს მოყვები, ჩემ ერთ-ერთმა მეგობარმა მომიყვა ქობულეთში ერთ-ერთმა მილიონერმაო. ქობულეთში თუ მილიონერები ყავდა, არ ვიცოდი, ეიფელის კოშკზე რაღაც ხანძარი გაჩნდა და დასახმარებლად გადარიცხა ფულიონი. აგერ ხა დასახმარებელი ბავშვების მეტი რა ყავს და ოჯახების, რომლებიც უბრალოდ საზოგადოების საუკეთესო ნაწილი იქნება შემდგომში. ძალიან მინდა რომ ეს ინფორმაცია არ იყოს სწორი, მართლა გულწრფელი. მაგრამ გულწრფელად ჩვენი ზუსტად ეს გადაცემა, ეს თემა, ეს თქვენი მოწვევა იმას ემსახურება, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით ან გამოღვიძების კუთხით თუნდაც კიდევ ერთხელ დავაფიქროთ ადამიანები, იმიტომ რომ ისეთი ცხოვრება მოვიდა, რომ მხოლოდ თავის პრობლემებში არიან, დროც კი ისე სწრაფად გარბის, რომ ვეღარ აკეთებენ ანალიზს და ეს ყველაფერი, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ამაზე ვისაუბრებთ, არის ხალხის შეხსენება და ვისაც აქვს ამის საშუალება, სურვილი, აკეთოს სიკეთე, ჩვენ უკვე გავიმეორეთ, რომ იალქნის გვერდზე, სოციალურ გვერდზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაიღოთ თქვენი სიკეთე. ეხლა კი დრო მოვიდა. და გაისწორებინეთ ისიც, რომ სწორად მოძიებული თანხა, თავის დროს გამუშავებული, ამის პატრონმა იცის ხოლმე, რომ უთაქაში შენახულ ფულს ინფლაცია შეგიჭამთ 10 წლის განმავლობაში. მინიმუმ ასე პრაგმატულად მაინც დაფიქრდით, რომ რაღაცა ნაწილი გაიღოთ იმაში, რომ თქვენ თვითონვე აი როგორც თიკო აღნიშნე, ბოლო-ბოლო იყო თუ საფრთხოთ 10 წლის შემდეგ. თიკო, სანამ დაგემშვიდობებით, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დამება და დახმარებასთან დაკავშირებით შეიძლება უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ პირადი კითხვაც არის და ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს ეს. როდესაც ქუჩაში გვხვდებიან ბავშვები, რომლებიც ფინანსურ დახმარებას ითხოვენ ჩვენგან, როგორი უნდა იყოს ჩვენი უკავშირი? რა თქმა უნდა, ჩვენ გულწრფელად ვეხმარებით ამ ადამიანების მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, იმიტომ რომ უმრავლესობას ვიცნობთ და ისეთი განწყობით და ემოციით გვხვდება, რომ შეუძლებელია ამ ბავშვებს გვერდი გაუაროთ, მაგრამ მე მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ვეხმარებით მათ ფინანსურად, ჩვენავით უფრო ხელს ხომ არ ვუწყობთ, რომ ისინი დარჩნენ ისევ ქუჩაში და რეალურ ცხოვრებას ხوار ვწყვეტთ ამ დროს. რამდენიმე დროს წაგართმევთ, სამი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა რომ გავაჟღერო, თქვენს პირველს თქვენს კითხვას უპასუხებთ, როცა ჩვენ ქუჩაში ბავშვს ვაწვდით ფულს, ჩვენ ხელს ვუწყობთ შრომითი ტრაფიკინგის გაზდას. ვინაიდან ეს ბავშვები თავიანთი ოჯახის წევრებსაც კი არ ყავს შემოყვანილი ჩვენს ქვეყანაში. ხშირ შემთხვევაში ესენი არიან ნათესავებში გაქირავებული ბავშვები, რომლებიც მინდობილობით არიან ჩვენს ქვეყანაში შემოსული და მათ ევალებათ, რომ დაახლოებით 40 ლარი ან 50 ლარი დღის განმავლობაში შეაგროვონ და შეიტანონ ოჯახში. ჩვენ ძალიან ბევრი ესეთი ფაქტი ქონდა და პროკურატურასთან ერთად გვიმუშავია და მოგვიფხრია, თუმცა ეს ფაქტები კიდევ გრძელდება, ამიტომ რამდენი ნაკადიც გადინება ხდება, იმდენი ახალი ბავშვი შემოსვლა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეხლა ჩართული არიან ქალები ძირითადად, ვინაიდან არასრულ წყლონზე ძალიან მკვეთრი რეაქცია გქონდა და ის ბავშვები, რომლებსაც ვიცნობ და დიდი ხანია აქ არიან, ფაქტიურად ისე შევიყვარეთ ყველამ, რომ უკვე ვეღარ ვაცნობიერებთ, რომ ფულს თუ ვაძლევთ, ცუც ვუკეთებთ. ამით უფრო დიდხანს ვტოვებთ ქუჩაში. ერთი ამბავიც არის კიდევ ამაზე მიმული, რომ თუ არ მივცემთ, უფრო დიდხანს გაჩერდება, თუ ვერ შეაგროვა, მე ჩემთან ცენტრში ვერ მოვლენ. ამიტომ მე მაქვს ესეთი გამომუშავებული შეთანხმება, მაგალითად, თუ მინდა რომ ერთი კვირა სისტემატიურად იაროს, იმ ერთი კვირის განმავლობაში მოგზავნი რაღაც საჩუქარს, ეს ჰიგიენური საფენები იქნება, საკვები იქნება თუ რაღაცა კონკრეტული პაკეტი და ვიცი რომ ის ერთი კვირა სტაბილურად ივლის ჩემთან, თუმცა მე უკვე მაინც სადღაც მოხდება რღვევა და გადიან. მეორე ნაწილი არის რომ თქვენ გადაცემის დასაწყისში ახსენეთ რომ დიდებსაც გვჭირდება ოცნებების ასრულებაო და საკმაოდ უცნაური წერილი შემომივიდა 2 დღის უკან ორსული გოგონა ითხოვდა წიგნებს და თქვა რომ დავაბრუნებო, აი არ მაქვს საშუალებაო და თუ ვინმე მაჩუქებს წიგნებსო, მაჩუქებს თუ არა და თუ მათხოვებსო, ძალიან მინდაო რომ ამ ორსულობის პერიოდში სწავლითი რეჟიმი მაქვს და ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხო და მთელი ბავშვობა მინდოდა რომ წიგნები წავიკითხო, მაგრამ საშუალება არ მქონდა რომ მეყიდაო და საშინლად დააბულინგეს ერთ-ერთ ჯგუფში, უთხრეს რომ თუ წიგნების ყიდვის საშუალება არ ქონდა ბავშვს ასე არჩენდნენ, ნუ არ ვიცით საზოგადოებამ როგორც ვიცით ხოლმე ესე წავესევი რაღაც კონკრეტულს და მე საჩუქრად გავგზავნე ჩვენი ცენტრიდან ავიღე ჩვენი ბავშვების მოხმარებული წიგნები უკვე წაკითხული, რამოდენიმე წიგნი და მივუტანე და
აი არ ვიცი წუხა რამდენმა გოგონა მომწერა რომ ეჩუქებდა წიგნებს. ამიტომ თუ სურვილი ექნებათ ადამიანებს ამ გოგოებისთვის შეუძლიათ წიგნების გამოგზავნა ჩვენ ცენტრში და ჩვენ გადავანეტლებთ ან დაგვირეკონ რომელი გოგოებიც არიან ჩვენი მონიშნული გვაქვს იმიტომ საჯაროდ არის სულ ზოგი სტუდენტია ამ გოგოების ინფორმაციის ფაშღერება და მივაწოდებთ კოორდინატებს და მივცემთ საშუალებას რომ დაეხმარონ წიგნებით და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ვიცი რომ ძალიან ბევრი საერთოდ დრო წაგართვით მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამ წერილების და ამ ბავშვების უკან დგას უმძიმესი ტრაგედიები, უმძიმესი ისტორიები, რომლების გაჟღერების საშუალება და უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია მოგიყვეთ ის ისტორიები, რასაც ეს ბავშვები ცხოვრებაში გადიან. თორე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ დავდგეთ და ეს საპნის ოპერები მოვყვეთ, შესაძლებელია მილიონებიც კი ჩაგვირიცხონ, თუმცა ბავშვების ისტორიებით манипуლირებას ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ორგანიზაცია და დარწმუნებული ვარ, არც თქვენ და არც საზოგადოება არ აპირებს. ამიტომ ძნელია რესურსის მოპოვება. ის რომ ვიღაცას ცრემლიან თვალებს არ გაჩვენებთ, არ ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს არ შეათ, არ სცივათ და ცრემლიანი თვალები არ აქვს. ყველაფერი ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და მერწმუნეთ თითეული ბავშვის აქვს უმძიმესი ცხოვრება ჩვენთან მოსვლამდე და ის, რასაც თქვენ ეხლა მათ დასახმარებლად გააკეთებთ, ცოტათი მაინც გააფერადებს მათ ცხოვრებას. დიდი მადლობა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ ამ საქმის კეთებაში და ერთად ყველა ერთობლივად შევძლებთ რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები ყველა ერთად ვიყოთ ბედნიერები. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ კი რამოდენიმე წამში ისევ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. დავბრუნდით ხო პირდაპირ ეთერში და ლინდა მესხიძე უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ჩართვით, რომელიც იმყოფება ჩიგოგიძის გალერიიდან, სადაც მიმდინარეობს მხატვრების საშობაო გამოფენა. ლინდა შეძლებს და გვარად შეძლებს რომ დაგვათვალიეროს ჩვენს და თქვენს და გაგიჩინოთ ინტერესი, რომ თავისუფალ დროს გაიაროთ გალერეაში და დაატყვეთ არაჩვეულებრივი გამოფენით. ლინდა დღემშვიდობისა მოგესალმები. მოგესალმები. გამარჯობა. დღემშვიდობისა მივესალმები წამყვანებს და მაყურებელს სოფო მახსენა უკვე რომ იმყოფები გალერეა ჩიგოგიძის სივრცეში გორგილაძის 6G ნომერში და დღეს აქ 6 საათზე გაიხსნება გამოფენა რომელიც აერთიანებს ბათუმელ მხატვრებს და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ რაღაც ნაწილი ამ საგამოფენო სივრცეში გამოფენილი ნამუშევრების ჩვენს მაყურებელს დავათვალიერებინოთ და ასევე გვაქვს შესაძლებლობა რომ გავესაუბროთ საგამოფენო სივრცის კურატორს ქალბატონ ხატია ზაქარიაძეს. ხატია მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დამდეგი შობა ახალი წელი მოგილოცოთ და გადავიდეთ უკვე თემაზე, რის გამოც ჩვენ აქ მოვედით. გამოფენა გაიხსნება დღეს. ვისი ნამუშევრები იქნება გამოფენილი და რა თემატიკის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი ამ სივრცეში? გამარჯობა, მივესალმებით დიდი შესვენების მაყურებელს, დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ ყველას, ბედნიერი წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის და ჩვენთვის თითოეულისთვის. ესე იგი, ეს აუცილებლად არ არის აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დიდი მადლობა აჭარის ტელევიზიას, იმიტომ რომ ყოველთვის აშუქებს ჩვენს ღონისძიებებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სულ რაღაც 24 სექტემბერს გავიხსენით და იმის შემდეგ სულ პერმანენტულად გვაქვს გამოფენები და უკავშირი ჩვენთვის მაყურებელი ტელევიზია ბათუმის სრულიად ჩართული რო იქნება ჩვენთვისაც ეს ძალიან დიდი სტიმულია. ჩვენ ვართ ასე რომ ვთქვათ შუამავლები თქვენს და მაყურებელს შორის რომ ვაჩვენოთ, დავუანონსოთ და მოვანდომოთ რომ მოვიდნენ სივრცეში და ნახონ თითოეული ნამუშევარი. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ასეთ მხარდაჭერისთვის. ვისი ნამუშევრებია ხატია აქ დღეს გამოფენილი? დღეს არის საშობაო გამოფენა, როგორც თქვენ თქვით. ესე იგი, დღეს არის ჩვენი ბათუმელი უნიკალური და შესანიშნავი მხატვრების გამოფენა. 12 მხატვარია, ბათუმელი 12 მხატვარია წარმოდგენილი. ჩამოვთვლი, მაგრამ მეშინია არ გამომჩეს. მეც მოგესალმებით. მოგრჩათ აუცილებლად. დავიწყოთ, ხო. თეა გასვიანი, ლადო შარაშიძე,
ეკა ცინცაძე, ნინო ნიჟარაძე, ნათია ბოლქვაძე, თამთა დარჩი, აი ნამუშევრებს უყურებ და ისე ვიღზენებ. აკაკი ჯაში, დიანა თალაკვაძე, მაია ჭყონია, გიორგი ბოლქვაძე, ცოტა ბოლქვაძეების სიმრავლე არის დღეს. ბექა ბოლქვაძე, გასამდე აქამდე მხოლოდ ბექა და გიორგი იყო, ეხლა ნათიაც შეუერთდა ალბათ გუნდს და მოკლედ ხო, მგონი ყველა ვთქვი? მაია ჭყონია, ირინა ტორონჯაძე და ხო, არავინ არ გამოგვრჩენია იმედია, ხო. ასევე მაინტერესებს საახალწლო გეგმები რა არის თქვენი გალერეის? საახალწლო გეგმები რა, პრინციპში ეს ჩვენი რაღაცნაირად დასწრება. თქვენს შესვენებაზე ხომ არ გადიხართ ამ საახალწლოდ? შესვენებაზე არა, ჩვენ სულ გეგმავთ, ჩვენ მთელი წლის პროგრამა გვაქვს შემუშავებული და შესაბამისად ჩამოყავს იმის გარდა რომ აჭარის მხატვრების გამოფენები იგეგმება, პლუს იმის საშუალება აქვს ჩვენს დამთვალიერებელს, რომ აი მაგალითად დედაქალაქიდან ჩამოვიყვანოთ შესანიშნავი მხატვრები და იმათი კი ჩვენ გვქონდა ესეთ პრეცედენტი, ჩვენ გავხსენით ორი დარბაზით არის წარმოდგენილი ჩიკოგიძის გალერეა. პირველი დარბაზი მე შინაურულად მასპინძელ დარბაზს ვეძახი, სადაც ჩვენი ბათუმელი მხატვრები არიან მასპინძლები და მათი გამოფენები არის სულ იქ და მეორე დარბაზი, სადაც ეხა ჩვენ ვიმყოფებით, ის არის სტუმრის სტატუსით დარბაზი და აქ პირველად უმასპინძლეთ ოლეგ ტიმჩენკოს, ეხლა ხან გავაცილეთ, ბოლო გამოფენა იყო ბატონი გია გოგუშვილის და ქეთი მატაბელის და ეხლა უბრალოდ რახან აი ბოლო დღეებს ითვლის 2025 გვინდა რომ აი რაღაცნაირი დასკვნითი იყოს შემაჯამებელი გამოფენა იყოს ნამუშევრების და არა მარტო ერთი მხატვრის, არამედ რამდენიმე მხატვრის, 12 მხატვარია როგორც არის. მხატვარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კიდე ძალიან ბევრი კარგი მხატვარი ყავს, მაგრამ ის შემდეგისთვის შემოვინახე, რომ აი ესე ნენელა. ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, რომ ბათუმის მასშტაბით მოგვეცვა ის მხატვრები, ვინც არიან, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მხატვარი გვყავს ჩვენ, მხოლოდ ბათუმი რომ ავიღოთ და არა საქართველოს მასშტაბი. ვიძახი, რომ ჩვენ ადგილობრივი ისეთი შესანიშნავი, ისეთი კარგი მხატვრები გვყავს, რომ სრულიად საქართველოს ეყოფა მარტო აჭარის მხატვრები, მართლა ძალიან კარგები არიან და აი ეტყობა კიდეც არაჩვეულებრივი. ხატია ასევე მაინტერესებს 2026 წლის გეგმები უკვე დასახულია თუ იწყებთ ახლა ნელ-ნელა მუშაობას? უკვე დასახულია, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია ფაქტიურად მხატვრებთან და ამ დარბაზში ისევ თვეში ერთხელ შემოგთავაზებთ შესანიშნავი ხშირად ვთქვი, მაგრამ შესანიშნავები არიან და არ გამომდის სხვანაირად. შესანიშნავ მხატვრებთან გვიწევს ურთიერთობა და აი სრულიად ბათუმ ვისაც უყვარს ხელოვნება ყველას ვეპატიჟებით და მეორე დარბაზშიც ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, იქაც ჩვენი ადგილობრივები ისევ მოდი კიდე გამოვიყენებ ამ უნიკალურ და შესანიშნავ მხატვრებს და მოკლედ გეგმები დიდი გვაქვს რა და ძალიან მინდა რომ აი ჩართული იყოს მოსახლეობა, იმიტომ რომ უკავშირ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა რაღაცას აკეთებ და ვიღაცა კმაყოფილია და ვიღაცა დაინტერესებულია, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია და ამიტომ მაპატიეთ გაგაწყვეტიეთ. როგორ გეკადრებათ, მე გისურვებთ წარმატებებს და ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ ამ კარგ საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, მრავალს დაესწარით და იმედია 2026 წელიც როგორც აღნიშნეთ, განებივრებული ვიქნებით სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენით. მადლობა. მე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, წამყვანებს და შეგახსენებთ, რომ დღეს 25 დეკემბერს 6 საათზე ბათუმელი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება გალერეა ჩიგოგიძის სივრცეში, რომელიც გორგილაძის 6G ნომერში არის ტერიტორიულად, ამიტომ ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და დაათვალიეროს თითოეული ნამუშევარი. ნახვამდის. მადლობა ლინდა. ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებელი გალერეა გამოჩნდა ქალაქში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ერთია, როდესაც უშოთ სახელმწიფო, ანუ საზოგადოება პრინციპში სახელმწიფოს შუამავლობით იღებს თავზე პასუხისმგებლობას, რომ ხელოვნებას დაუჭიროს მხარი და მეორეა, როდესაც ხელოვანები უკვე ახერხებენ იმას, რომ დამოუკიდებელ გაკეთონ რაღაც პროექტები. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ხელოვანებსაც მეტი რესურსი ექნება და თავისუფლება და მეორე მხრივ ისინი აღიქმება იმდენად
ხელოვნება, რომ ადამიანები მზად არიან მას მხარი დაუჭირონ დამოუკიდებლად შუამავლების გარეშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად. ასევე ბარემ რა ხელოვნებაზე ვილაპარაკობთ, შეგვიძლია მუსიკაზეც გადავერთოთ, მოგიხსენება ნებისმიერი არტისტის მათი ჯგუფის, ასე ვთქვათ, ბენდის იქნება თუ ორკესტრის არსებობაში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რაღაც შეჯამებები და შემაჯამებელი კონცერტების არსებობა, იმიტომ რომ ისინი წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ ხდება ხოლმე, ან შეიძლება 2-3 წელიწადში ერთხელ ისინი უყრიან თავს ან თელ თავის, ასე ვთქვათ, გამოცდილებას, ნაშრომს, შერჩეულ საუკეთესო კომპოზიციას მათი აზრით და ინტერპრეტაციით და შესაბამისად ამ დროს მაყურებელს, მსმენელს აქვს საშუალება რომ გაიზიაროს, ასე ვთქვათ, ის გამოცდილება, რასაც ამ კონკრეტულ მომენტში არტისტები აწოდებენ, ამ შემთხვევაში სცენიდან. ანსამბლ გნოლზე მინდა ვილაპარაკო, ზუსტად ის თქვით უკვე წლის შეჯამება აქვს ამ შემთხვევაში და დაველაპარაკებით მათ, ასე ვთქვათ, წევრს ცოტა ხანში, მანამდე კი ერთი კარგი ჩანაწერი უნდა მოვისმინოთ მათი შესრულებით. კი ბატონო. ხოდა ჯადოსნურად დავბრუნდით თითქოს და აი რა კარგად იყო რა ყველაფერი მოწყობილი. თქვენც ფანდორი რაღაცაირად გაგიქრათ ხელიდან. და თქვენი ბენდი ჩვენ ჩავანაცვლეთ ცოტა ხნით. ანა გულედანი არის ჩვენი სტუმარი. პირველ არის რა თქმა უნდა ჩვენთან და როგორც კულისებში ამბობდით, ეხლა ბარემ ვიტყვი რა პრობლემაა თქვენ გამოვხილოთ. თქვენ მაგადაცემაო და ეხლა ჩვენი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი მივართ და არა, პატამ კონკრეტულად თქვენ მოგვართეთ.
ხო და როგორც ყური მოუკარი, ესე იგი 72 ბავშვი იყო ანსამბლში და ახლა არიან უკვე 90 ვართ უკვე. დაინტერესება ხო არ შეცვლილა? ბარემ ესე აბდაუბდად კი ბატონო, მოგესალმებით მოკლედ, კი ბატონო, გაიხარეთ. რაღაც ინსტრუმენტის გამოდიან, სამღერლად მოდიან, რაღაცა და ხო არ აი და ახალ დამატებულ ბავშვებში რაღაც ინტერესები ხო არ შეცვლილა ისე და უშო თქვენი საჭიროების მიხედვით, თუმცა გჭირდებოდა ორი ფანდური და არა, საჭიროების მიხედვით არა, თუმცა რა თქმა უნდა, ინსტრუმენტებიც განახლდა. უბრალოდ ამჯერად არ ვიყავით წარმოდგენილი კონტრაბასი, ჭუნირი და გვემატა თქვათა შორის თქვენთან ყოფნის შემდეგ ასე რომ რაღაცა ძალიან კარგი ის მქონდა. ბავშვები პატარა კონტრაბასზეც უკვე. ესე იგი პატარა არა, დიდ კონტრაბასზე ხართ სტუმრად ეს უი მე ხამერია ბას ფანდური. არა, ბანის ფანდურები იყო აქ ჩანდა ეთერში. კონკრეტულად ეს კლასიკური კონტრაბასი. გადაკეთებული ხალხურ. რა მნიშვნელობა აქვს ფაქტია? და იმ უზარმაზარ ინსტრუმენტზე რამდენი ბავშვი უკრავს? 9 წლის, 10 წლის და ნუ ინტერესი ვისაც აქვს, ყველა ცდილობს რომ აი ნახევარი კონტრაბასის სიმაღლეა თვითონ. ასე გამოდის. შემთხვევაში როგორ ხდება დედის ინტერესის გამო ანუ მოდიან ბავშვები, იმიტომ რომ ოჯახიდან მოყავთ თუ თვითონაც აქვთ და შემდეგ უკვე იმდენად შედიან აზარტში, რომ ხდება თუნდაც მათთვის საყვარელი საქმე. გეტყვით, ესე იგი სუბეუნები ყველა მშობელს, რომ აი მხოლოდ თქვენი ინტერესი არ მინდა მამაში იყოს. ვაძლევ ასე ვთქვათ რაღაც ცოტა პერიოდს დროს იმისას, რომ თვითონ ბავშვმა გაითავისოს, უნდა თუ არა ჩვენთან ყოფნა. ეს ახლა ძალიან გარეშე კონცერტი მქონდა, ასე ვთქვათ, საახალწლო და ეს ჩემი შვილი ბიჭი 4 წლის ნიკოლოზი და ძალიან მიხარია რომ ეს დაინტერესებულები არიან. ესეთი პატარა ბავშვები ძალიან ბევრი ყავს. 4 წლის, 5 წლის ჯერო ენა კარგად არ აქვს, ასე ვთქვათ, გატეხილი და ანუ სიმღერებს ეჭიდებიან და აი ეს ინტერესი რომ მოდის ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა ყოფილა შემთხვევა რომ მხოლოდ მშობლისგან იყო და აი ბავშვი მოდის მას დედას უნდა ეგეთი ბავშვები იშვიათია თუმცა გქონია რა თქმა უნდა მსგავსი ყოფილა რომ ჯერ არ უნდა და მერე დარჩა კი აი ესეც გქონია და ეს ძალიან מחარებს იმიტომ რომ შეიძლება მშობელმა მოიყვანოს მაგრამ ინტერესი უნდა გაუღვიოთ თქვენ ხო და იქ არსებულმა სიტუაციამ რაც ხდება ბავშვს ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა რომ ყველა მშობელს გულწრფელი მადლობა. რომ ჩემთან არჩევანს აკეთებენ ანსამბლზე. დიახ, თქვენთან რო აკეთებენ არჩევანს, იმიტომ რომ ხშირად ვამბობთ და კიდევ ვიტყვით, რომ სოციალურ ქსელში იმდენი რამ მიეწოდება ამ ბავშვებს, რომ ის ჩვენი ქართული, რაც მნიშვნელოვანია და რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის, ესე ვთქვათ, მისალოცი ბარეთი არ უნდა დაიკარგოს და აი ამ მშობლების მეშვეობით ზუსტად, როდესაც შვილებს ესე გადაადგმევინებენ ნაბიჯს, თუ ბავშვების სურვილი თქვენი მხრიდან და დაინტერესება იქნება, აი ესე გაგვეძლება ბევრი პროფესიონალი. თუმცა ძალიან შრომატევადია ეს ყველაფერი. ძალიან, რა თქმა უნდა, დიდ შრომას მოითხოვს, ნების ყოფას პირველ რიგში, იმიტომ რომ ეხლა ჩანს კიდევაც ინსტრუმენტები გვაქვს, ჯემბე, ბონგო, ნუ დოლიც გვაქვს, ფანდურები თავისთავად, სალამური, ბასფანდური, კონტრაბასი, ჭუნირი და ვცდილობთ გარმონიას მოვეჭიდოთ. ჯერ ფინანსურად და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ ძალებით კი ბატონო და აი არის ხოლმე ბავშვებში რომ აი მას დოლი უფრო მიადვილდება იმიტომ რომ ვთქვათ რითმი უფრო ადვილია მათთვის მაგრამ აი გადავლახავთ მოდი თითები გამყარდება სვეონები ნახეთ ჩემი თითები რა დღეშია ნახეთ როგორ არის ესე ვაკიდებინებ ხელს რომ ბავშვებს ქონდეთ აი ეს მომენტი რომ აი რა სირთულებთან აქვს საქმე ამას ყოველთვის ცნობასთან ერთად მოდის ხოლმე უნარი დაინახო ადამიანები წინასწარ ასე ვთქვათ მათი პერსპექტივა ხო პედაგოგი ყველა ასეთი ასე ვთქვათ წინასწარმეტყველია და ფაქტებზე დაკლოვე ხო არ შეგიძლიათ ინსტრუმენტების გარდა და უშუალოდ ცოტა უკვე მოზრდილ ბავშვებში აი ეს მონაცემები რომ რაღაც მომენტში გადაწყვიტონ პედაგოგობა და თუნდაც ავაგიდნენ გვერდში კი აი კარგი კითხვაა მინდა გითხრათ ყოველ შაბათს ზოგადად შაბათი უფრო ესეთი მსუყე გვაქვს ხოლმე ანსამბლისთვის 2 საათიანი ცოტა მეტი რეპეტიციები და უკვე დავიწყეთ ეს რომ აი ვიზეთ თქვათ ვფიქრობ რომ შეიძლება გაართვას თავი და თქვათ წარუძღვეს რეპეტიციას უკვე ცდილობ რომ აი ეტაპობრივად დავიხმარიო ფანდური თქვათ შეიძლება ერთი ფანდურზე უკრავს და ვოკალზე თქვათ სხვა მომეცადინოს ესე რო არ გამოვიდეს რომ მხოლოდ ინსტრუმენტალზე მაგ დატვირთვა ესეც უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მიხარია რომ ბავშვებს მოსწონთ ეს მასწავლებლობა კი ბატონო როდესაც ერთია როდესაც შესწავლობ მეორეა როდესაც ნასწავლს სასწავლი და შენს გიმყარდება ეგ ცოდნა და ბოლო-ბოლოს შენი ასაკის ადამიანს ნებისმიერ ასაკში უფრო ადვილად გააგებინებ თუ რა იგულისხმება და უშუალოდ აქ კი ბატონო საინტერესოა როგორი წელი გქონდათ 2025 რამდენად აქტიური იყო და იყო თუ არა თქვენთვის წარმატების მომტანი ძალიან წარმატებული წელი გქონდა. პირველ რიგში იმით, რომ კიდევ ერთხელ გამეორდები, მადლობა მეორე საჯარო სკოლას და მადლობა ჩემ მშობლებს, რომ ეს
მასა ბავშვებისა, რომლებიც ჩემთან არიან და სტუდიაგნოლს მოიცავენ. არჩევანი გააკეთეს ჩვენზე. ამისთვის დიდი მადლობა. მადლობა ჩემს ბავშვებს, მუსიკოსებს, იმიტომ რომ ძალიან აქტიური წელი გამოგვივიდა. რაღაცა ერთი შაბათი, ორი შაბათი, სამი შაბათი, მას მეოთხე შაბათს რას ვაკეთებთ და ეგეთი კითხვა იყო და მინდა გითხრათ რომ აი ხა შაბათს არა, მაგრამ კვირას უკვე ფესტივალზე გავდივართ და ის ანგარიშო ნახოთ რას მოვიტანთ ფესტივალზე. რომელი ფესტივალია? სახელწოდებას იმათე გითხრათ არ ვიცი, ხალხური საკრავების სიმღერის, ცეკვის და ასე ვთქვათ, მთლიან მას მოიცავს. ეს იქნება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კვირას 4 საათიან პროექტში. საკმაოდ იმედი გვაქვს კარგი ნომინაციით დაგიბრუნდებით. თან გამოცდილებას მიიღებენ ბავშვების და თქვენს ალბათ. დალოცება ატარო ნომინაციით გამოვიძილე. სიტყვები არ მოხსოვს, წინა წლის გადაცემა უნდა ნახოთ გამომიგზავნით. მადლობა. რაკი მატება გქონდათ ესე გუნდში? არის რესურსი კიდევ რომ იყოს მოთხოვნა, მაგალითად რომ აი დაემატოს თუნდაც მინიმუმ 50 ბავშვი ამ საშუალებებით. სანამ შევძლებ მინიმუმ მადლობა სანამ შევძლებ და სანამ იქნება მოთხოვნა. აი სწორედ ეს არის. ნახეთ ჩვენთან დღეს ბავშვებიც ეს ნაწილი იყო რა თქმა უნდა დღეს სტუდიაში ვინც მოხერხდა და დაეტია ბავშვები. თვითონ ანსამბლი მოიცავს 40 ბავშვს უკვე, თუმცა სტუდიაში მეტია როგორც აღნიშნე. ეს ბავშვები ასე ვთქვათ გადახარისხდებიან, სტუდიის ბავშვები ენაცვლებიან ერთმანეთს, თუმცა მინდა აღნიშნო ის რომ მათი შრომის მოყვარეობიდან გამომდინარე ესეც რა თქმა უნდა ეს არ არის ასე ვთქვათ დოგმა რომ გინდა თუ არა 1 წელი, 2 წელი უნდა იარო და მერე აღმოჩნდები ვთქვათ ანსამბლში. არა, არიან ბავშვები, რომლებიც ვთქვათ 1 თვე, 2 თვე, აი რაღაცა ბოლო-ბოლო რა ნიშნავს ორი ანსამბლი კონდეთ? ხო, არც არაფერი პრინციპში, მაგრამ ანუ იმის თქმა მინდა რომ არიან ბავშვები ისეთი მოტივირებულები და რაღაც სტიმული უჩნდებათ რომ აი უნდათ რომ ვთქვათ ანსამბლის რეპერტუარს დაეწიონ, იმიტომ სხვა რეპერტუარს ერთ-ერთი მოტივაციაც კი არის. აი რაღაც ანსამბლი და სტუდია რო ასე ვთქვათ გაყოფილია, მოტივაციაც მეტია თავისთავად. ესე იგი, მე როგორც მივხვდი წლიდან წლამდე დიდი სისწრაფით მრავლდებით და ნუ მე მგისურვათ რომ მინიმუმ 50 ბავშვი მიიღოთ. ნახოთ საინტერესო რა არის. ეხლა თან რო გისმენთ, თან ვხედავ კადრებით ხო რომ თქვენს ანსამბლში ძალიან მრავალფეროვანი ინსტრუმენტები გაქვთ. საინტერესოა აი ეს საკრავები როგორ რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენთან არსებობს თუ არა ადამიანები და არის თუ არა მრავალი ადამიანი ასეთი რომლებიც მუშაობენ და ქმნიან ამ ინსტრუმენტებს. ანუ პრობლემა ხომ არ იკვეთება აქ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება 2026 წლის შემაჯამებელ გადაცემაში რომ მოგიწვიოთ, გითხრათ რომ 150 ვართ უკვე და 150 ბავშვს თავისი ინდივიდუალური საკრავი ჭირდება სავარაუდოდ. ფანდური, აიხარისხის ფანდური უკვე გიტარაზე ძვირიყის, რომელიც აი ზუსტად ეგრიდო და მე ფული მთლელები მე არ ვიცი, არ გამიგია. ჯემბე არა, უკვე დიპლიპიტოა, რომელიც უკვე ფაქტიურად აღარც ნახეთ მე რა მაინტერესებს ფასი ერთია, მაგრამ ვინც ამ უნიკალურ ინსტრუმენტს ქმნის, აი მე ეს ადამიანები მაინტერესებს არიან თუ არა მრავალი. არიან, მე ხა პირადად თბილისიდან თბილისში ვუკვეთავთ, ჩამოგვაქვს, თუმცა ნუ 15 წლის წინათ თუ ღირდა, როგორც აღნიშნეთ 25 ლარი და ეხა ღირს ვთქვათ ერთი დიდი ბას-გიტარის ფასი. ფანდურები აი ცოტა კი შრომაცაც მოითხოვს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. ადვილი არ არის ამის გამოჩარხვა, ჟღერადობა, ანუ სხვადასხვანაირი ბაზარზე არის ძალიან ბევრი. სხვათა შორის დამაფიქრებული პრობლემა ახლა ჩვენ მოცემული, კი ბატონო, მოცემული, ხო, კი ბატონო, ეხლა პროფესიონალური ინსტრუმენტი, აი ფანდური რო ვიყიდო პროფესიონალური ამ წუთას, აი გეუნებით საკონცერტოდ, ну минимум 1000 ლარი უნდა. ეხლა ფიზიკურად ეგეთი ინსტრუმენტებს არ ყიდულობთ და ვერც ყიდულობთ. აი მაქსიმუმ 270-300 ლარის ფარგლებში ყოველდღიურ მოხმარებაში მაინც ვცდილობთ რომ მშობლებს ვთქვათ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეხლა 300 ლარი არ არის ხელმისაწვდომი. გინდ მუსიკალურ მაღაზიებს და გინდ ისე სტუდენტური ინსტრუმენტები გაცილებითი აფიღებს ხოლმე და სანამ სტუდენტს რაღაც პერიოდი ყოფნის და დამიჯერეთ ვისაც აგითვისებიათ ეხლა რაღაც ნებისმიერი ტექნიკა პრინციპში არა მარტო ინსტრუმენტი ისინი დამეთანხმებით რომ თავიდან საკმარისია აბსოლუტურად ეს სტუდენტურისა და მე შენ თვითონ გრძნობ რაღაც მომენტში რომ უკვე აღარ ყოფნის. ანუ იმიტომ კი არ გინდა ძვირიანი რომ ამაზად გამოიყურება ან რაღაცა. ბოჟღერადობა ჭირდება. ფოტოშორის რაკი ფანდურზე ვსაუბრობ, ძალიან მოთხოვნადი გახდა. ეხლა მე ჩემი ქალიშვილი გიტარაზე დამყავს და ერთ დღეს მოაქვს ფანდურის სახლში, რომ ესა პედაგოგმა გამომატანაო და ძალიან მომწონსო და უცებ დავფიქრდი, რომ
მესი ამომნა კიდევაც, იმიტომ რომ ქართული ხალხური საკრავი ჩემშულს რო დაუნახე ხელში, რომ თავისი ნებით იყო და ეხლა თქვენ რაც ისაუბრეთ, რომ აი ძალიან ბევრი მოზარდი დადის, რამ განაპირობა საინტერესო აი ეს ჟღერადობა, არა და თითქოს ჩვენს ბავშვობაშიც დეფიციტი იყო, ეხლა მე პირადად არ ვუკრავდი და არც მოთხოვნა არ მქონდა იმის, რომ აი უფრო ფორტეპიანოს მიმართ უფრო ფორტეპიანო იყო, ხო? რამ განაპირობა ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ თაობას ზუსტად აქვს სიყვარული ამ ინსტრუმენტის მიმართ. კი, მე მახსოვს 2007 წელს, როცა გორდელა ყოფილი წევრი გახლავართ და უნივერსიტეტის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბაზაზე ვიყავით ჩვენ და მაშინ აი მართლა სიტყვა ბულინგი რო ეხა წამოვიდა ჯერ კიდევ გავლილი გვაქვს ჩვენ 2007 წელს, იმიტომ რომ გოგოები ფანდურებით, სალამურით, ესე კონტრაბას გადაკიდებული რო გვივლია მართლა ყოფილვართ ეს ნამდვილად არ იყო ასე ვთქვათ მოთხოვნადი და თუმცაღა გულწრფელად მინდა ვთქვა და რეჟისორს ძალიან დიდი მადლობა ბატონ თამაზ მამალაძეს ანსამბლ გორდელას ხელმძღვანელს რომ აი დიდი ჟინი ჩადო ჩვენში დიდი სიყვარული ჩადო ამ ხალხური ინსტრუმენტების მიმართ არ დავნებდით პირიქით მეტი мотиваცია იყო იმისა რომ აი რაღაცა არ უნდათ მოდი ჩვენ რაღაცა მოგწონს ეს მრავალხმიანობა ეს ხალხური და რაღაცა დრო მოიტანა მე უკვე უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე სხვა პატარა ანსამბლი ჩამოყალიბდა რომ ესე იგი შეიძლება რომ სტუდენტმა ფანდური დაუკრას იქ სალამური აფშვიტინოს როგორც გვეუბნებოდნენ და რაღაცნაირად დრო მოიტანა ისე რომ ესეც ასე ვთქვათ მოთხოვნადიც გახდა და ძალიან მიხარია. ნამდვილად სასიხარულო არის და მოდით ახლა საომალო გეგმაზეც ვისაუბროთ და თან ისე დაგემშვიდობებით, რა გაქვს დაგეგმილი, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026-დან. პლიუს 50 ბავშვი. მადლობა. დავანონსებ თუ იქნება, მადლობა დიდი. ესე იგი, ჯერ პირველ რიგში ის როლზარვაში მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ბავშვები ღირსეულად წარსდგებიან და გჯერავს, რომ რაღაც ნომინაციას მაინც ავიღებთ, იმედი გვაქვს. რაც შეეხება აი ხარდადეგები გვეწყება და ნუ იანვრიდან უკვე მასიურად შეუდგებით სასწავლო პროცესს, ახალი ჟღერადობით, ახალი სიმღერებით, თუმცა ერთს დავაანონსებ, რომ გვინდა ცოტა ავთენტური ეხა სხვა კლასიკური და ასე ვთქვათ ქრომატიული წყობის ინსტრუმენტებთან გვაქვს ჩვენ შეხება და უკვე ავთენტურის მოთხოვნაც არის და ძალიან მინდა რომ ავთენტურ სიმღერებზეც გადავიდეთ და ესეც დაწყებული გვაქვს ეს ეტაპიც რო გვინდა ავთენტურ ფესტივალშიც მივიღოთ მონაწილეობა. შესანიშნავი წარმატებას გისურვებთ ამ გზაზე, იმიტომ რომ არავინ არ თქოს რომ ადვილია, მაგრამ ზუსტად ადვილი რო არ არის, ამიტომაც არის დარწმუნებული ვარ საინტერესო და კარგია, როდესაც ბავშვობიდან გიღივდება ადამიანს რაღაცა რთულთან შეჭიდების სურვილი, რა თქმა უნდა, ამას ახლა პედაგოგი სწორად ალაგებს და ამ დეტალებზე არ ვილაპარაკებ და შესაბამისად მე ვღებულობთ იმას, რომ ნიშნულობა არა აქვს მაინდამაინც ეროვნული იქნება თუ უცხოური ხელოვნება თანურად გვეკუთვნის პლანეტაზე ყველას შესაბამისად მივიღებთ ადამიანებს რომლებიცაც უყვართ რასაც აკეთებენ სიყვარულით გადმოსცემენ იმას რასაც აკეთებენ და ჩვენც ამას ვღებულობთ და ერთმანეთში ატრიალებთ ასე სხვადასხვა პროფესიიდან ძალიან დიდი მადლობა წარმატებისთვის დიდი მადლობა ბედნიერი შობა ახალი წელი ყველას მადლობა დავბრუნდით ესე იგი პირდაპირ ეთერში და მოდი ჩვენი შემაჯამებელი რუბრიკაც გამოდის მე მგონი ამ ხუთშაბათს ხო? კი ბატონო. ჩვენ მიგიწევი კაცო შენს რუბრიკას. და ვფიქრობდი თუ რა თემა უნდა შემერჩია დღევანდელი რუბრიკისთვის და ნუ მაინც ვერ ვწდებით საახალწლო თემატიკას და უნდა ვისაუბროთ ისეთ საკითხზე რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეხება ახლა და ყველას ოჯახში არის და შეიძლება რომ ითქვას ეს არის მე როგორც ვახსენე მე დასაწყისში რომ ქაოსურ გარემოსაც ქმნის თამაში სეკრეტ სანტა რომელიც აბსოლუტურად ყველა მიცის ნუ ეს არის ფარული თოვლის ბაბუა რომელიც ძალიან პოპულარულია განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში არა მხოლოდ სკოლის ასაკის ბავშვებში ჩვენც თამაშობთ სხვათა შორის გულწრფელად რომ გითხრათ მაგრამ საინტერესო არის რას ფიქრობს სპეციალისტი ამ თემასთან დაკავშირებით რამდენად სწორია რამდენად კარგია და რა დანიშნულება აქვს ამ თამაშს ბავშვებისთვის უნდა ითამაშონ თუ არა ბავშვებმა სეკრეტ სანტა სკოლაში იქნება თუ ცეკვის
ჯგუფი იქნება თუ უბრალოდ სამეზობლო იქნება, სანათესო იქნება, არ აქვს მნიშვნელობა და საინტერესო აქ ფაქტი ის არის, რომ რამდენად აღიქვავენ ბავშვები ამ თამაშის მთავარ არს. არის თუ არა, აქვთ თუ არა ის მიგნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას გაჩუქეს, თავარია რომ ამან გაგაბედნიეროს და რა ფასიანი იქნება და რა დანიშნულების საჩუქარი იქნება, ამას რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ინტერესი სწორედ ეს არის, იციან თუ არა ეს ბავშვებმა. ამიტომ სპეციალისტი უნდა შემოგვიერთდეს, ფსიქოლოგი ნინო დოლიძე იქნება ჩვენი სტუმარი, რომელთან ერთად ვისაუბრებთ დღემშვიდობისა მოგესალმებით. სათაშორის მე ვფიქრობ, ერთი ფსიქოლოგი ჭირდება სულ აქ. მაინც ხშირად ვიწევთ ხოლმე, იმიტომ რომ აი იმ კუთხიდან რომ წამოდიან სტუმრები, ხო? ყოველ თქვენ ახლა მანქანად ვერ ხედავ და მე ყოველთვის გული მივარდება, როგორც ამობენ, უფრო დაბლა ვიდრე განლაგებული. ძალიან საფრთხიან ადგილად მეჩვენება და სულ მაქვს სურვილი. ან დამამშვიდებლები მინდა. ან წამყვება გავუკეთოთ გარემო. ან ფსიქოლოგი გჭირდება, ან დამამშვიდებლები. რა უფრო იაფი. კი, ბატონო, მე მგონი ფსიქოლოგი გჭირდება. მოდით ახლა გადავიდეთ სტუმართან და მეგობრებო, ვიყოთ ჩართულები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თქვენს გექნებათ კითხვები ფსიქოლოგთან. მოგესალმები ნინო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდით ასე დავიწყოთ. თქვენ თუ თამაშობთ სამეგობრო წრეში, ან თანამშრომლებს თუ გაქვთ ეს თამაში ტრადიციად ქცეული? კი, თამაშობთ და ძალიან დიდ ტრადიციად ვაქციეთ უკვე ეს ყველაფერი. გარდა Secret Santa-სა, სხვა აქტივობებიც გვაქვს იმ დღეს მოფიქრებული და წინასწარაც ვჩუქნით ხოლმე საჩუქრებს და ერთ დიდ სახალისო აქტივობად იქცევა ხოლმე ეს ყველაფერი ჩვენს სამსახურში. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება Secret Santa-ს, ბუნებრივია რომ გეცოდინებათ რომ ძალიან უყვართ ბავშვებს ეს თამაში და მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ელოდებიან წინასაახალწლო დღეებს, რომ დაიწყონ ამ თამაშის გათამაშება და შემდეგ ელოდებიან ასევე საჩუქრებს, მაგრამ მანავსანამ მის უარყოფით და დადებით თვისებებზე ვისაუბრებთ, მაინტერესებს ზოგადად რა არის ეს თამაში და რა არის ამ თამაშის ძირითადი არსი, რისთვისაც ჩვენ მშობლებმა ბავშვებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ იყვნენ ჩაბმულები ამ თამაში, იმიტომ რომ ისინი თვითნებურად ამ ყველაფერს თავს ვერ მოაბავენ, ხო? ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ მათ გვერდით. რამდენად სწორი ვართ ამ დროს მშობლები, როდესაც ამ თამაში მათთან ერთად ვებმევით. აუცილებელიც კი ამ მშობლის მხრიდან ჩართულობა ყველა ასპექტში. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ Secret Santa-ს მთავარ დანიშნულებას არ წარმოადგენს საჩუქრის მიღება. სინამდვილეში ეს ერთ-ერთი იშვიათ თამაშთაგანია, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება გაცემაზე. და სწორედ გაცემის დროს ბავშვი სწავლობს ემპათიის უნარს, ხო? ის არჩევს საჩუქარს, ითვალისწინებს თავისი თანაკლასელის ინტერესებს, ხვდება, რომ განსხვავდება თავისი გემოვნება სხვების გემოვნებისაგან და მიუხედავად ამისა, მაინც ისეთ საჩუქარს არჩევს, რომელიც მისი თანაკლასელისთვის იქნება მოსაწონი და არა მხოლოდ თავისთვის. და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის. მან ხომ არ იცის ვის ჩუქნი. უბრალოდ მან იცის, მაგრამ მას ვინ ჩუქნიან ის არის. ეს არის ის და თან იკვლევს ამ ბავშვის ინტერესებს, ხო? აქაც კარგი იქნება მშობლის ჩართულობა შემდგომში, იმედგაცრუება რომ არ მოყვეს ბავშვების მხრიდან, შეიძლება მშობლებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და გაარკვიონ თუდაც პირდაპირ გზით რა შეიძლება გაუხარდეს ბავშვს. აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ როდესაც ბავშვის ჩართულია მსგავს აქტივობებში, ის ხვდება, რომ ჯგუფისადმი მიკუთვნებულია და ამით მისი ღირებულების და მნიშვნელობის განცდას ზრდის, შეიძლება ასეც ითქვას. კი ბატონო. მეც მშობელი ვარ და ძალიან ბევრი მშობელი გვიყურებს ახლა. ნუ ბუნებრივია, არ იქნება უცნაური თუ ვიტყვი, რომ მშობლებს გვაქვს ცალკე ჩატი, სადაც მიმდინარეობს აი ეს დიალოგის პროცესი, ნუ ზოგადად მთელი წლის განმავლობაში. შემიძლია გავიხსენოთ ბოლო რამდენიმე წელი, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით იწერებიან მშობლები, რომ გარკვეულ, ნუ რამდენიმე ბავშვს არ აქვს მაგალითად სურვილი, რომ ამ თამაში ჩაერთოს. აი ეს რა პრობლემებს ქმნის შემდეგ? პრობლემას ის კი არ ქმნის, რომ ბავშვს არ აქვს ჩართვის სურვილი. პრობლემას ის ქმნის, თუ მას ჩართვის სურვილი არ აქვს და მაინც ვათამაშებთ. იძულების წესით ეს უკვე პრობლემაა, ხო? არავითარ შემთხვევაში ყველა ვარიანტში უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის
ინტერესი ვკითხოთ მას და სკოლისთვისაც და ბავშვებისთვისაც, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვისაც, როგორც თანხმობა არის მისაღები, იგივენაირად მისაღები უნდა იყოს უარი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ნინო, უნდა გავარკვიოთ თუ რატომ არ სურს პირობითად ჩემშულს რა ჩაერთოს ამ თამაშში, ანუ შეიძლება რომ ეს რაღაცის მანიშნებელი იყოს, თუნდაც ის რომ გარიყულია თანაკლასელებისგან. ნახეთ, შეიძლება შფოთვა აქვს, მოლოდინები არ არის წინასწარ გასაზღვრული და როდესაც ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა გველოდება, ბავშვი იქნება თუ ადამიანი, რა თქმა უნდა, ამ დროს შიში და შფოთვა უფრო დიდია. შესაბამისად, მშობლის ჩართულობა აქ მნიშვნელოვანია. კი, პირველ რიგში თქვენ უნდა გაარკვიოთ ეს ყველაფერი და თუ ისე მოხდა, რომ მაინც გული შეგტკივათ და ვერ მიხვდით რა შეა საქმე, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სპეციალისტ მიმართოთ. თუმცა თავიდანვე მშობლის ჩართულობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აუხსნეს ამ თამაშის წესი, იდეა რაში მდგომარეობს, ხო, რომ ეს თამაში სხვების გახარებაზე არის ორიენტირებული და არა რაღაცის მიღებაზე და აქაც საჩუქრის ღირებულება არანაირად არ განსაზღვრავს ამ ბავშვის ღირებულებას, ხო? აქვე თან მახსენდება შეიძლება სხვა აქტივობებით ჩაურთოთ ხოლმე სეკრეტ სანტას გათამაშების დროს, მაგალითად, ბავშვმა თქვას, რომ მე მომიწია ის ბავშვი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ანუ ისაუბროს მის დადებით მხარეებზე და შემდეგ სხვაებმა გამოიცნონ თუ ვინ შეხვდა მას. კარგით. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, აი რა შეიძლება მოხდეს, რომ ამ თამაშმა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვს და ჩვენ ვახსენეთ, რომ მშობელმა უნდა აუხსნას ბავშვს, რომ ამ თამაშის თავარი არსი არ არის ის თუ რასაც ჩუქარს მიიღებ, ან რასაც ჩუქარს გასცემ, რომ ეს არ უნდა იყოს მაგალითად ძვირად ღირებული და ამას არანაირი დანიშნულება არ აქვს ამ დროს. ეს ბუნებრივია უკვე პასუხობს ჩემს კითხვას, მაგრამ შეიძლება რომ უფრო ღრმა იყოს ამ თამაშის უარყოფითი მხარე, რომელიც ჩვენ არ ვიცით მშობლებმა. რამდენიმე ასპექტი აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუნდაც ეს ფინანსური უთანასწორობა და აქ აუცილებელი არის, რომ ლიმიტი მკაცრად იყოს დაწესებული და შესაბამისად შედარებით დაბალი თანხის მშობლების მიერ, დიახ, რა თქმა უნდა. აუცილებლად შემდეგ ეს შეიძლება იყოს მოზრდილ ასაკში უკვე თვით შეფასება გარკვეულწილად მეტწილად მიბმული არის სხვების შეფასებაზე. შესაბამისად ისინი უფრო აკვირდებიან სხვას რა მოუწია, იმას უფრო ღირებული საჩუქარი ხო არა აქვს, ჩემი საჩუქარი ძვირიანი ხო არა და შეიძლება თავისი ეს ღირებულებები მნიშვნელობა მიიღოს. ამ ყველაფერმა შეიძლება უკვე გამოიწვიოს ბავშვებში გულის წყვეტა, ხო? იმედგაცრუებას აუცილებლად უნდა შევეხოთ. შეიძლება მე სხვა მოლოდინი მქონდა ერთი და არ გამიმართლდა ეს მოლოდინი და აქედან გამომდინარე გულის წყვეტა არის. თუმცა უნდა იყოს უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი უსაფრთხოდ შეძლებს ამ ემოციის გამოხატვას. ჩვენ ვიცით, რომ პატარა ასაკში შეიძლება სოციალურად მისაღები ფორმით ვერ გამოხატოს ემოცია, მაგრამ აუცილებლად უნდა მიეცეს ამის საშუალება, თუნდაც ოჯახში და აუცილებლად მშობლებს მიმართავ თუ მშობელს გაუზიარებს ბავშვი ამ ემოციებს და ეტყვის, რომ იცი ძალიან მეწყინა, რომ ცუდი საჩუქარი შემხვდა, აუცილებელია, რომ მშობელმა ის კი არ უთხრას, რომ კაი რას ამბობ, მე მაგასაც არ ჩუქნიდნენ, რა უმადური ხარ ბავშვმა როგორი წვალა, ხო პირიქით, მე მისმის შენი, შეიძლება მეც ასე მწყენო და მე შენთან, ანუ პირველ რიგში ბავშვმა უნდა გაიაზროს ის, რომ რაც არ უნდა ემოცია იყოს მასში, ყველა არის ბუნებრივი და მისაღები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია უთხრას, რომ იცი რა, შეიძლება როგორ ცდილობდა რომ გაეხარებინა და რა სამწუხაროა რომ არ გამოუვიდა, ხო და ამ დროს უკვე ემპათიაც დავასწავლოთ ბავშვს. კი ბატონო და ნინო, რადგან ჩვენ სკოლის სივრცეზე ვსაუბრობთ და ეს თამაში სკოლაში მიმდინარეობს, ხოლმე იქ ხდება ამოღება სახელების ფარულად, რა თქმა უნდა და ძირითად შემთხვევაში ამ საჩუქრების გადაცემას ამავე სივრცეში ხდება. ჩვენ ძირითადად ყურადღებას ვამახვილებდით მშობელზე და ბავშვზე, მაგრამ აი პედაგოგის როლი როგორია ამ დროს? პედაგოგის როლიც ძალიან დიდია, არანაკლებია. ალბათ ისევე როგორც მშობლის, ხო? დიახ, ზრდასრულების როლი, საერთოდ როდესაც ბავშვები რაიმე აქტივობით არიან დაკავებული, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. აქ შეიძლება მასწავლებელი ჩართული იყოს ამოღების პროცესში და ჩაინიშნოს ვინ მოუწია დაუშვათ, რომ ბავშვებს არ დაავიწყდეთ ესერთი და შემდეგ ვინმე არ დარჩეს საჩუქრის გარეშე, რომ აღარ იყოს გულის წყვეტა.
კი ბატონო. კარგით, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ამოვწურეთ, მაგრამ ზოგადად შევეხოთ ახლა წინა საახალწლო პერიოდებს. თქვენი დაკვირვებით, რას ურჩევდით მშობლებს, რა პოზიცია გქონდეს, როგორ შევცლოთ ჩვენი შვილის გახარება ისე რომ არც ჩვენ გავგვიჭირდეს და ჩვენი შვილებიც ბედნიერები იყვნენ, რა უნდა გავითვალისწინოთ ხუმე ყველაზე მეტად ამ დროს. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ჩვენს შვილებს. თუ ჩვენ არ ვიცნობთ მათ, დავიწყოთ გაცნობით. და ვკითხოთ, ძალიან მარტივი ადამიანი მე არის, იგივე მე მინდა, თავისი სურვილებია ადამიანი და მოусმინოთ რა უნდა რეალურად ბავშვს და შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ მის სურვილებს, რა თქმა უნდა, თუ ეს ასაკობრივ კატეგორიას და არაჭარბებს, შესაბამისად ბავშვი იქნება ბედნიერი. არაჩვეულებრივი არის. რაც შეიძლება ცანდას მოკლედ რამოდენიმე წრეზე დავყავს ალბათ შვილები ვიცით და რამდენი თამაში მოგიწევს მშობლები რა დღეში ვართ ალბათ ხვდებით კი წარმომიდგენია მე თვითონაც მშობელი ვარ და ეს ჩატები რომ აწყრიალდება ხოლმე მესმის ფინანსურ მხარესთან არის საკმაოდ დაკავშირებული, თუმცა შეგიძლიათ შვილებთან შეათანხმოთ, რომ აი მოდი წელს შემიძლია რომ 2 სეკრეტსანდაში მიგაღებინო მონაწილეობა და შენ თვითონ აირჩიე სად გირჩევნია რომ ითამაშო. ანუ შეიძლება შეთანხმებასაც მივახციოთ. ხო, ლიმიტი შეზღუდულია სკოლაში, ეს ძალიან მომეწონა და ისეთი თანხა არის, რომ ყველას რო შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა და ეს რო გაითვალისწინოთ თუნდაც სხვადასხვა წრის პედაგოგებმაც ალბათ მნიშვნელოვანი თემა იქნება. რა თქმა უნდა, მშობლებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია და თვითონაც შეიძლება ლიმიტი დაადგინონ წინასწარ. სხვათა შორის აქვე უნდა აღვნიშნოს და ალბათ ესეც საყურადღებოა, არასწორი წინადადებები, რომლებსაც მშობლები დაუფიქრებლად ვამბობთ ხოლმე რაღაცა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. აი ხლა ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება მოვიყვანო, ну, რატომ მომაფიქრდა, იმიტომ რომ მე მაქვს ერთხელ ნათქვამი ეს ჩემი შვილისთვის და ცუდად მახსოვს, რომ აუ კაი რა დროს სეკრეტ სანტაა. კი, ყველანი ადამიანები ვართ, მათ შორის კი ფსიქოლოგიის სფეროს წარმომადგენლებიც შეიძლება უშვებდეთ შვილებთან შეცდომებს და ეს ძალიან მისაღები და ნორმალური ამბავია. ამ დროს ჩემს თანადგომას ვერ გრძნობს ალბათ, ხო? Ну, რა თქმა უნდა ვერ გრძნობს, მაგრამ თქვენ რახან ამას მიხვდით, შეგიძლიათ მომავალში გამოვასწოროთ. გამოვასწორე უკვე. და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კიდე თქვენ ისაუბრეთ საჩუქრებზე, რა თქმა უნდა, მაგრამ აი, როდესაც ჩუქნიან, მაგრამ ბავშვები იწუნებენ და აუ მე ეს არ მინდოდა და დედა ეს რა მაჩუქა. აი როგორ შეიძლება სწორად ავუხსნათ თუნდაც ჩვენ შვილებს, ან თუნდაც ისო ჩვენმა შვილებმა თავისი მეგობრების ხასიათი გაითვალისწინოს და ზუსტად ის საჩუქოს რაც მათ გაუხარდება, შეიძლება არ დაემთხვას ხოლმე, მაგრამ აი როგორ შეიძლება რომ მარტივად მიიღონ ეს ყველაფერი და დააფასონ და იყვნენ მადლიერი რომ უბრალოდ სამყაროსგან და იმ ბავშვისგან მიიღეს საჩუქარი. დიახ, მადლობა, ძალიან კარგი შეკითხვა. პირველ რიგში ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავიდანვე პრევენციის მიზნით ჯობია, რომ წინასწარ ყველა სახის ჩარჩო და წესები იყოს დადგენილი და ბავშვი მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ თამაში. ის არა, რომ აი ვიღაცა მოუწია გოგო ან ბიჭი და ასაკი ვიცი და წავიდე მშობელმა და შევიძინო ეს საჩუქარი და არანაირად არ გავითვალისწინო თუ ვინ არის, რა ინტერესები აქვს და ასე შემდეგ. ეს პრევენციის მიზნით. უკვე როდესაც ეს მოხდა და მაინც არ მოსწონს ბავშვს საჩუქარი, ამაზე იმედგაცრუებაზეც ახლა ხან საუბრობდით და აუცილებელია კონდეს ბავშვს უსაფრთხო გარემო, გამოხატოს ეს, რომ არ მოეწონა. არა უშავს, ან უარყოფითი ემოციების და დადებითი ემოციების აუცილებლად ორივე არის მისაღები და უკვე ამის შემდგომ, როცა ბავშვს თანავუგრძნობთ და ვეტყვით, რომ ჩვენ გვესმის მისი, შემდეგ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ აი შენ როგორც ცდილობდი, რომ გაგეხარებია შენი თანაკლასელი დარწმუნებული ვარ, შენი თანაკლასელი ძალიან ცდილობდა ეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ჯერზე არ გამოუვიდა. მოდი მომავალში იქნებ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი და შესაბამისად მსგავსი პრობლემებიც არ იქნება. რაღაც კონკრეტული ემოციები ნაკრებით დავალდებულება კონკრეტულად ადამიანზე მე მგონი ესეც შეცდომაა, ხო? რა თქმა უნდა, ხო. აბა შენ გაქვს უფლება გამოხატო ასე ეს და ესენი არა და გაწიო და მე ეს წამოგეწევას დასრულ ასაკში და მე პრობლემა გექნება, იმიტომ რომ არ გეცოდინება როგორ გამოხატო მაგალითად ბრაზი. ნამდვილად სოციალურად მისაღებია საერთოდ არ გამოხატო და შემდეგ ფსიქოსომატიკაში გადავიდეს. კი ბატონო, ან გახდებ დაბოღმილი, იმიტომ რომ თავის დროს გამოხატავი ბრაზი, მე ბოღმიან ქცევაში მოვდება. კი ბატონო.
მანქანავით და კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანუ ეხლა ვიცით რომ მეგობრობენ კლასში ბავშვები რაღაცა და უნდა რომ მეგობარი ამოვიდეს და არა მოვიდა მეგობარი და შეხვდა მაგალითად ის თანაკლასელი რომელიც საერთოდ არ უდოდა. აი როგორ უნდა ავუხსნათ თუნდაც მშობლებმა რომ მიმღებლობა გავუჩინოთ რომ აი ეს საჩუქარი აჩუქოს გულით როგორცაც თავის უახლოეს მეგობარს აჩუქებდა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უთხრათ რომ შეიძლება ეს ბავშვი ძალიანაც მოსაწონია, უბრალოდ განსხვავებული ინტერესები გაქვთ, ხო? როდესაც ჩვენ განსხვავებული ინტერესები გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიდან ავიცილოთ, თუნდაც ის რომ სეკრეტ სანტაში ამოგვივიდეს. დიახ, და დავანახოთ ეს ბავშვი სხვა კუთხით. ვთხოვოთ, რომ გაიცნოს. იქნება არის რაიმე განსაკუთრებული, რაზეც ოცნებობს და აქ ისევ და ისევ აქცენტი კეთდება არა მიღებაზე, არამედ გაცემაზე და როდესაც სხვას ახარებ, ეს სიხარულით კიდე სხვა ემოციური გამოცდილებაა, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ. წესები ბოლო-ბოლო თავიდანვე წეს ხო უხსნიო რომ შენ არ იცი ვინ ამოგივა ეხლა. კი და რაღაცნაირად უნდა ავუხსნათ. არა, კი, მაგრამ მე ბევრჯერ მსმენია მაგალითად მსგავსი უკუ კავშირი. კი, მე გეთახმები. თავიდანვე წესები უნდა შეახსენო, შენ ახალ უკვე გადაწყვეტები მიიღო მონაწილეობა ამაში და იცოდი რომ და დაემორჩილო წესებს. ხო, იმიტომ რომ ცხოვრებაში მით უმეტეს ასეთი უწყინარი თამაშებიდან რა სწავლობ, ხო, ხა ბავშვი თამაშიც სწავლობ რაღაც, ხო, რევოლუციამდელი ბავშვი რატო იყო გონი ბაჭო. ერთ-ერთ ფილმში როა, ანუ სწავლობ იმას, რომ ხანდახან რაღაცები შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ უნდა გაიხსენო ის, რომ შენ თვითონ მიიღე ამაში მონაწილეობა და რაც უფრო უსაფრთხო თამაშებიდან და სიტუაციებიდან ისწავლი ამას, მით უფრო ადვილად გადაწყვიტა მე რაღაც უფრო მზრარდ პრობლემებს ცხოვრებაში. რომელიც ყველას მეკრება და ახლაც გვაქვს. უსაფრთხო თამაშები ახსენეთ და მნიშვნელოვანი თუ ხვდები რომ კლასში ეს თამაში არ გამოვა და გარკვეულწილად უფრო კონკურენცია არის გაზრდილი, შედარებაა გაზრდილი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავანაცვლოთ კიდევ უფრო უსაფრთხო თამაშებით, მაგალითად ერთმანეთს დაუწერონ კეთილი სურვილებით გაჯერებული წერილები ან ხელნაკეთი საჩუქრები აჩუქონ, ან საერთო საჩუქარი შეირჩეს ჯგუფისთვის, ან ასაკობრივი ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დაახლოვებთ და სოციალურ კავშირში. ბოლო-ბოლო თოვლის ბამბუა მოხუცია და ხანდახან რაღაცები შეიძლება არასწორად გაიგოს, ერთ წაიკითხოს. ნაკლებად იქნება ნივთებზე ორიენტირებული ასეთი თამაშები. მოდით კიდევ ერთ რაღაცას გავამახვილოთ ყურადღება, რომ ამ კონკრეტული თამაშის ამ პროცესში ძირითადად დედები არიან ჩართულები. საინტერესოა ეხლა მამის პოზიცია როგორი არის ასეთ დროს? პაატა, შენ რას ფიქრობ? რატომ მიყურებ? მე სიმართლე გითხრა არ მიყვარს ეს თამაში, მაგრამ იმასაც ხვდები რომ ახლა მე არ მიყვარს, ამიტომ ხა ამ შემუშავოს ხვდებს ამ თამაშში ხელი ცოტა უხერხულია. თუმცა ეს ბავშვებს რომელსაც სულ ერთია. რატომ გეზარება ფიქრი, რითი შეიძლება გაახარო ის ადამიანი? არა. უბრალოდ არ მიყვარს. ყველას ინდივიდუალური გამოცდილება აქვს, სხვადასხვა ხა ჩვენ რაღაც ისეთ გადაცემაში არ ვართ, სადაც რაღაც ცრებლები ნოყვაროთ, მაგრამ რაღაც გამოცდილება გვაქვს, სადაც უცხოა შენთვის, ხო, რაღაც გამოცდილების გამო და შესაბამისად, არ მიყვარს, გულწრფელად არ მიყვარს ეგა. თავარია თორე სხვას მე არ ვუსმენ. ადამიანები არ იყოს, თუნდაც შვილებზე, იმიტომ რომ ჩვენ მისაბაძები ვართ და შეიძლება აიღოს შვილმაც ეს მაგალითი, რომ ან მეც მიყვარდეს, ან არ მიყვარდეს. რა თქმა უნდა, ესეც არ მომეწონება, ეხლა რომ ეს ჩემი დაუშვათ დამოკიდებულება და ქცევა, აი ესე დააკოპიროს უბრალოდ და სულ სხვა სიტუაციაში და იგივე განცდა ქონდეს, ეს არ მომეწონება, ხო? რთულია რა, ყველაფერზე ფიქრობ. თავი მოდელი მაინც მშობელია. ჩემი მოდელი მისთვის უცხოა, იმიტომ სულ სხვა გამოცდილებით. არა და ამ დროს გულწრფელები უნდა ვიყოთ, რო გვეკითხებიან, შეიძლება ჩვენც არ გვიყვარდეს და გაუზიაროთ. მაშინ კიდევ ერთხელ დამეორდეთ იმ ფრაზით, რომ ჩვენ შეგვიძლია რაც როგორც თქვენ აღნიშნეთ დღეში 5000 შეცდომა დაუშვათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იგივე ფსიქოლოგიაც ამას სწავლობს უკვე 10 წლეულებია. ანუ ჩვენს შეცდომაზე ჩვენვე როგორ რეაგირებთ და როგორ ვუხსნით ბავშვს ჩვენვე შეცდომას, ხო? აი ქონდა მაგალითი ბოდიშის მოხდაც ასევე. აი ზუსტად მაგას. როდესაც ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ უი ბავშვს ბოდიშის მოხდა ვერ ვასწავლეთ, საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, ხო? აი ჩვენ მოვუხადოთ ბოდიში, ჩვენს ბევრი რამ გვეშლევა დღის მანძილზე ბავშვებთან მიმართებაში და პირველი ეგ იქნება, რომ აი ბოდიში რო დღეს ესე გამომივიდა, გაღიზიანებული ვიყავი და შევეცდები, რომ სხვა დროს არ განმეორდეს და ეს უკვე მაგალითია. ბავშვები ნაკლებად სწავლობენ დარიგებებით. მაინც უფრო სოციალური მოდელი არის მშობელი და უფრო ძალიან რთულად სწავლობენ, იმიტომ რომ ხშირად ხდები მე მიუწვდომელი. რადგან იდეალი და მე ეს იდეალი არ ღვევს ყველაფერს.
ნინო, რადგან ბოდიშს შევეხეთ და ჩვენ ძალიან ხშირად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს ბოდიშის არსი რა არის და ეს რომ გაიგოს, თავად მშობელმაც უნდა მოიხადოს ბოდიში, თუ შეეშლება ამ შემთხვევაში ბავშვის წინაშე და შეიძლება თუ არა, რომ ზუსტად იგივე დანიშნულება მივცეთ მადლობასაც, მადლობის გადახდა რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ჩვენგან მშობლის გადმოსახედიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ ბავშვი. შეიძლება დღის მანძილზე იმდენ პატარ-პატარა თუნდაც საოჯახო საქმეებში გვეხმარებოდეს, ეს აუცილებლად უნდა დავინახოთ. შეიძლება გამოუვიდეს, შეიძლება არ გამოუვიდეს, მაგრამ შეგვიძლია უთხრათ, რომ აი მადლობა, ყოჩაღ, რა კარგად ცდილობ, რომ დამეხმარო და გამახარო. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, და ეხლა გამახსენდა, მაგალითად სახლში, როდესაც ჩემ შულს ვთხოვ, რომ დე წყალი მომიტანე, ან თავად მეტყვის, რომ დე ეს მინდა მიუტან, ყოველ მიტანაზე შეუძლია ერთი და იგივე რომ მიუტანო. აი მაგალითად პირობითად წყალი რომ მიუტანო, დე მადლობა და ერთხელ უთხარი, ნუ დე რა ამბავი, მადლობა ამეთქი, რა არისო და ბევრჯერ მომიტანეო და აბა არ უნდა გითხრა. მოკლედ, მოდით ჩვენი დიალოგი რომ შევაჯამოთ, ესე იგი უნდა შევჯერდეთ და გავიაზროთ მშობლებმა, რომ თამაშის სეკრეტ სანტა ეს არის ძალიან უწყინარი თამაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამაშის დაწყებამდე ჩვენ შვილებს ავუხსნით ამ თამაშის წესებს, რომელიც არ უნდა დაირღვეს, იმ შემთხვევაში თუ გვინდა რომ ბავშვებმა ამ თამაშიდან მიიღონ ის ბედნიერება და განიცადონ ის მხიარული წუთები, რაც საჩუქრების გადაცემას თან მოყვება, უნდა დავიცოთ წესები, რომელიც არ უნდა დაირღვეს და შესაბამისად ამ უწყინარ თამაშსაც არ მოყვება ის უარყოფითი შედეგი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ფსიქოლოგთან ერთად. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი შეგვიძლია რომ ჩვენც დავემშვიდობოთ მაყურებელს. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით ამ დროის განმავლობაში და ჩვენ მოვემზადებით ახლა იმისთვის რომ ხვალ ისევ წავდგეთ თქვენ წინაშე შემდეგი თემები. ან თქვენთვის დიდი შესვენება მთავრდება და ჩვენთვის ახლა იწყება. აბა დროებით ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალ.